ყურსასმენის უმეკეთოს თუ ხო ან აქ უყურე ან მან ამ პერიოდულად უბრალოდ გქონდეს და დავიწყოთ თუ კი ეს მესამეა შენი გიკერდა მეოთხეა ხო მეოთხე ცოტა აუწია ხო აუწია რა და შენ ამით გაუშვი და მითხარ თუ დაწყო აგიაგიშენ ცოტა კუთხეში ხარ არა უშავს მე ხარ ვიცი ცოტა არა იყავი შენ იყავი როგორც ხარ ეს უბრალოდ ახლოს მოვწიოთ კიდევ უფრო ხლავს ნახე ეს ერთად იქით უნდა გადავდგათ და იყოს ეგ და ეს უკვე მაგაკეთ ხო ესე ჯობია ხაუგნ შენს მიკროფონთან ახლოს რო იყო რა ეგეთი პოდკასტური მიკროფონი არის რა არა მაშინ ესე ძალიან ახლოს კი ეს არის მაიკლ ჯექსონის მიკროფონი არის და ეგ ხო ჩაწერასაც ხო ის რომელია ხო გიგავსტანი ფოქი მოგესალმებით მეგობრებო იოგას აკადემიაში დღეს ყავს სტუმარი თამუნა მამამთავრიშვილი რომელიც არის ფილოსოფოსი დამთავრებული აქვს რომის უნივერსიტეტი და დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ლექცია იმანუელ კანტის პროლეგომენებზე ან პროლეგომენა რაც არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი როგორც წანამძღვარი ზოგადად იმანუელ კანტის მნიშვნელობა ფილოსოფიაში და ზოგადად აზროვნებაში ალბათ უდიდესი არის მას შეიძლება არ იყოს გადაჭარბებული თუ ვიტყვით რომ მან ერთგვარი გადატრიალებაც მოახდინა გონების სფეროში ისევე როგორც დაუშვათ კოპერნიკმა დაუშვათ სამყაროს კოპერნიკისებური გადატრიალება ფილოსოფიაში აზროვნებაში ზოგადად კარგით ესე იგი თქვენ შეკითხვები თუ გექნებათ თუ გნებავთ ან ბოლოსკენ ჩავინიშნოთ ან შეიძლება რომ თვითონ პროცესშიც კი ასე მირჩენია უფრო ცოცხალი ნე პატარა კითხვას თუ დაგებადებათ შეგიძლიათ მაშინვე გამოუშვით ფასეობით მოკლედ დიდი მადლობა თამუნა წინასწარ ხო კიდე ხო ხო ახლა კარგია დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა რომ დაინტერესდი ასეთი საინტერესო თემას რო წარმოგვიდგენ და შეგვიძლია დავიწყოთ ხო პრინციპში მადლობა თქვენ პირველ რიგში აკადემიის ხელმძღვანელს ასე ვთქვათ დიახ მე მგონი მეორე მიკროფონში არის მას ინტერესი არ არის ხედავ ამაში არა მაგაში ისმის მაგრამ მეორეში არის მის მგონი ან თამუნას ჩემი ხმა არის მის ანუ ყურსასმენში ისმის მაგრამ აქ არ აი მარტო ეს არის არა ალბათ თამუნა შენ რომ დაილაპარაკო აბა ისმის ახლა კი ისმის კი აქაც აქ კი როგორ არა ორი არ უნდა იყოს საკერთია კაი ბოდიში ანუ ყველაფერი კარგად ახლა კი ყველაფერი კარგად არის განცაც ესე უნდა და ისმის ხო კაი მოკლედ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგის პირველ რიგში მე ყველას ვინც ეხლა დრო გამონახეთ და მოხვედით ამ ყველაფრის მოსასმენად ესე ვთქვათ და ძალიან მიხარია რა და მე მგონი ისე მომწონს საქართველოში ყოფნა რომ კარგი ხანს გავჩერდები აქ ესე სანამ დავიწყებთ
რადგან საქართველოში ყოფნაზე ახსენე. შენზე 2-20 სიტყვას ხო არ გეტყოდი ან რომის უნივერსიტეტზე? კი, ბატონო, რატო არ გეტყვით ახლა? ესე იგი, განათლებით ვარ ფილოსოფოსი. დავამთავრე ჯერ ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში, მერე ჩავაბარე რომში, რაც არის La Sapienza Università degli Studi di Roma, უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქ გადავედი, იქ დავამთავრე მერე ეს მაგისტრატურა და მერე ახლა მივდიოდი, მაგრამ კონკრეტულად არაფერს არ ვაკეთებდი. ანუ გარდა იმისა, რომ ვისწავლე რაღაც არის მის? კაკეთ არის. ხმარ ვაუწიოთ. კიდე ისმის ახლა? კი, უკეთესად. ხო. ანუ გარდა იმისა, რომ რაც ვისწავლე უნივერსიტეტში, რაც მასწავლებს პროგრამულად იქაურმა პროფესორამ, ლექტორებმა და წიგნებმა და ასე შემდეგ, ხელი მივყავი ასევე ჩემით შესწავლასაც. ანუ თვითნასწავლით, იმიტომ რომ თელი როგორ თქვა, თუ ფილოსოფოსი დაინტერესებულია კარგად ფილოსოფიის, მაშინ ეს ნიშნავს, რომ თელი მისი აზროვნების ხერხემალი არის ფილოსოფია რა. ანუ ორგანულ დონეზეა უკვე. ეხლა იქ იყო რაღაც ისეთი მომენტებიც, რომ აი ორჭოფობ რა, იქნებ მოდი სხვანაირად ხო არა, მაგრამ როცა ერთხელ დათომაც მითხრეთ ხელს ხვებმაც, რომ ანუ ერთხელ რომ მოიწამლები, თუ კარგად მოიწამლე ფილოსოფიით, აღარასდროს გამოგეღრება რა. სამუდამო მოწამლა ეგ, ანუ ნიშნავს, რომ არაფერი აღარ გეშველება ფილოსოფოსად რჩები ბოლომდე. და კანტი შენთვის უფრო ახლო არის თუ? კანტი ზოგადად პიროვნულად ვარ ესეთი, რომ აი რაც ერთხელ ჩამრჩა აქედან სწავლების პროცესიდან, რაც ერთხელ ჩამრჩა გონებაში, რომ ანუ კარგი ფილოსოფოსი და კარგი ცოდნა ნიშნავს იმას, რომ იცოდე ერთი ყველაფრის შესახებ და ყველაფერი ერთის შესახებ, აი ეგ ვერ გადავლახე, ანუ კარგი გაგებით. ანუ ბოლომდე მაგაზე დავრჩი. ანუ თუ მინდა რაღაც ვიცოდე რომელიღაც ფილოსოფიის შესახებ, ვსწავლობ კარგად, გუთმობ კარგ დროს ვსწავლობ რაღაცებს, ხო? ან კონკრეტულ რაღაც მიმართულებას თუ ინტერესდები, მაშინ იმის შესახებ ვსწავლობ. ანუ რასაც მოკლედ შეუდგები, ვაკეთებ ესე რა, სინთეზურად ბოლომდე არსობრივად, ხო და აქედან გამომდინარე, კანტი არ არის მარტო ერთი ფილოსოფოსი, რომელზეც მე მიფიქრია, მისწავლია და ასე შემდეგ. არც ეხლა წინა ლექცია, რომელიც იყო ნიცშეზე, ხო? ანუ არც ნიცშე არ არის ეხლა ჩემ, რა თქმა უნდა, ეგენი არიან, როგორ თქვა, განსაკუთრებული პიროვნებები, ანუ დიდები, აი ძლიერები, მაგრამ ყველასთან მაქვს რაღაც შეხება და კონკრეტულად ერთი არასდროს ამირჩევია, არ გამომირჩევია რა. ანუ ფილოსოფიისთვის, ფილოსოფიის შვილები არიან ეგენი, რომლებიც გამოზარდა, ესე ვთქვათ, ფილოსოფიამ, ხო, თავის ხო, რაღაც გუდაში, ესე ვთქვათ. ხო და არ გამირჩევია არც ჰეგელი კანტისგან, არც კანტი ნიცშესგან, არც ნიცშე და უშუალოდ რა ვიცი ანტიკურებთან. ყველას ყოველთვის ერთნაირი ინტერესით უდგებოდი, რატომღაც ესე აღმოჩნდა, ესეთი აღმოჩნდი პიროვნულად. ესე რა კითხვა გამოჩნდა. ერთზე არასდროს შევჩერებული ვარ, არც ერთ ფილოსოფოსზე შევჩერებული ვარ მარტო და არც ერთ საკითხზე მარტო რა. ისე იტალიელებს ან ხო არ დაკვირვები ხარ, რამე სპეციფიკური დამოკიდებულება ხო არ აქვს დაუშვათ ფილოსოფიის მიმართ? თუ ეხა იტალიელები ისეთი ხალხია თვითონ ბუნებით, რომ ზოგადად ნიჭიერები არიან. ანუ ტალანტური ხალხია რა. ნიჭიერები არიან. ეხა გერმანელებისგან განსხვავებით, ისინი არიან უფრო ცივი გონებით შეუძლიათ განსაჯონ რაღაცა, მაგრამ იტალიელი უფრო გრძნობით და ეს რაღაცა აი ეს რაღაც ემოციით, ხო? ანუ საკმაოდ გონიერი ხალხია, საკმაოდ ტალანტურები არიან, ნიჭიერები, მაგრამ აქვთ მიდრეკილება უფრო პრაქტიკისკენ. უფრო პრაქტიკული რაღაცები იზიდავთ რა. ანუ აი მაგალითად თუ კონკრეტულად კანტით არ არის დაინტერესებული ვიღაც, ანუ კანტის პროლეგომენებით არ არის დაინტერესებული ვიღაც, თითქოს მისთვის ეს პროლეგომენები არ არსებობდეს და ისე შეუძლია შეისწავლოს, რა ვიცი,
ისტორიის შესახებ მაგალითად ნაწერები, რომ პროლეგომენები გაამეორადოს რა ესე ვთქვათ. ანუ ეგ მომენტი აქვს ზოგადად ევროპული ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის. ანუ იყო ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩემი სტუდენტობის დროს ცოტა სხვანაირად არის. მიდგომა ჩვენი სინამდვილეში უფრო რაღაცნაირი მასშტაბურია რა. ანუ ხასიათი გვაქვს ალბათ ესეთი სხვანაირი მრავალფეროვანი. ხო, აი, უფრო მასშტაბური მიდგომები ვიცით ხოლმე რაღაც საკითხებთან და იქ თითქოს ანუ ურჩენიათ რომ ერთი რაღაც შეიკსწავლონ, თუნდაც ერთ ფილოსოფიაში აი გაჭრა შუაზე ნახევარი შეისწავლონ და ნახევარი იმდენად არ დაინტერესდნენ და ჩვეულებრივად შეუძლიათ რომ ესეთი რაღაცა გააკეთონ რა. მაგრამ რაც იციან, იმაში სპეციალისტები არიან და უფრო ხშირად იტალიურ სამყაროში უფრო ხშირად არის ხოლმე რომ აი ზოგადად მაგათი ხასიათი არის ეგეთი ხალხის, ანუ თვითონ სოციუმის, რომ აი რომის სამართალი ხო არსებობს, არა? ნუ მსოფლიო დონეზე რომის სამართალი ერთ-ერთი პირველია სამართლის კრიტერიუმით, ხო? აი უფრო იურიდიული საკითხები, ანუ ის ფილოსოფიას თუ აინტერესებთ, უფრო იურიდიული საკითხები. აი ისტორიის ნაწერები, იმიტომ ახსენეთ, ისტორია და პოლიტიკის ნაწერები განდის, რომ უფრო აი პრაქტიკული, ანუ აპლიკაციური ამბავი, რაც არის. აი უფრო ეგ სფერო აინტერესებთ ხოლმე ძირითადად. უფრო მაგეთ არიან მიდრეკილები. აი ახლა გერმანიაში მაგალითად ტრადიციას ძალიან ინარჩუნებენ. როგორც ჩემი დაკვირვებით ახლა შეიძლება არ ვიცი, ვწდები, მაგრამ ეჭვმება. იქ უფრო ანუ გნოსეოლოგიურ სფეროსა და იმის თეორიულსაც და იმასაც უფრო მნიშვნელოვანია იქ გნოსეოლოგიური ეპისტემოლოგიური და რაღაც თეორიული სფერო, პროლეგომენები, გაწმინდა გონების კრიტიკა და ეგ და თუ აქეთ უფრო პრაქტიკული ანუ ისეთი ფილოსოფია, რომელიც არის აპლიკაციური, ანუ მიყენებადი რაღაც სფეროზე მიყენებადი. ესე წმინდა რაღაცა უფრო ისეთია რა. მაგრამ მე როცა ვსწავლობდი, მე ეს ახლა პროლეგომენები წმინდა თეორიული საკითხია. წმინდა თეორიული სფეროა, ანუ კანტის ფილოსოფიაში. მაგის იქით ზემოთ არაფერი აღარ არსებობს რა. ანუ ეგ არის ყველაზე დიდი თეორია, მანდ არის წმინდა გონების კრიტიკა და მერე პროლეგომენები რა. ანუ პროლეგომენების იქით არაფერი აღარ არის, ხო? ნუ ის ახლა ისტორიის ნაწერები და ისინი ცოტა სხვა საფეხურია და სხვა ის არის, სხვა გამოყვანილი ცნებებია მოკლედ. მაგაზე ვიტყვით. ხო, აი ეს ანუ მე ორივეს ერთნაირად და ანუ უფრო თეორიული მხარები და რაღაცები უფრო ზოგადად მაინტერესებდა ხოლმე ის არის, იმიტომ რომ ის არის უფრო წმინდა ფილოსოფიური მიდგომა, წმინდა ფილოსოფია და ანუ ნაკლებად აპლიკაციურია იმ გაგებით, რომ ყველაფერში ვერ დაიჭერ მაგ მომენტს თუ არა მეტაფიზიკის სფეროში. კარგი, ახლა როგორ გავაგრძელოთ? დავიწყოთ მაშინ. ერთი თემა კიდე რაც მაინტერესებდა დაწყებამდე, რთული ამოცანა ის არის, რომ ისეთ მსმენელს, რომელსაც არ აქვს წაკითხული, რომ დაუშვათ როგორი მიდგომა შეიძლება იყოს, რომ ამ საიდან შეიძლება რომ დაიწყოს, თქვათ, ადამიანმა რომ თქვათ, აი გასაგები იყოს, ანუ აუცილებელია თუ არა რომ რაღაც კონდეს წაკითხული კანტის შესახებ, რომ პროლეგომენები გაიგო. ხო. ანუ პროლეგომენების ყველაფერი არის შესაძლებელი, ჯერ ერთი. პროლეგომენების გაგებაც არის შესაძლებელი, სრულიად შესაძლებელია. ოღონდ რა თქმა უნდა, გააჩნია იმას, ვინ აგიხსნის და ვინ მოგაწვდის. ანუ როგორ ახლა ერთი საკითხია რომ მე რაღაც ვიცოდე, მაგრამ მეორე საკითხია რომ გადავცე ეს გასაგები ენაზე ვიღაცას ხო? ანუ ვისაც მაგალითად ვინც არის ის ახლა მაგალითად ვიტყვი, ანუ რა არის ტრანსცენდენტალური აპერცეფცია და რა შუაში ახლა იქ რო წერია, ხო? შემიძლია ისე გასაგებად აუხსნა, რომ იმან გაიგოს. მაგრამ თუ უნდა რომ ეს შეისწავლოს, მაშინ წიგნით უნდა დაკავდეს, წაიკითხოს და ესე არ არის თანმიმდევრულად, რომ ეხლა აი მაგალითად თუ რაღაცა არა გაქვს წაკითხული, ამას ვერ გაიგებ. რა თქმა უნდა, ტერმინების გაგებას
ტერმინების გაგება არის მთავარი. ანუ ტერმინები გაიგე ნიშნავს, რომ გაიგე რა წერია იქ ყველაფერი, ხო? ტერმინები და კანტს ტერმინების მამა, ესე ვთქვათ რა. ეს ლათინურიდან რაც გადმოიტანა. ხო, და არა მარტო ეგ, იმიტომ რომ როცა ყოველი ფილოსოფოსი როცა თავის სისტემას ქმნის, იქ თავის ტერმინებს, ანუ თავისი სისტემა რატოა, იმიტოა თავისი, რომ იმან სხვა რაღაცა ტერმინები რაც არსებობდა მანამდე, თავისებურად გადმოიტანა, თავისებურად ჩაწერა, თავისი წესები, თავისი კანონები, რაღაცები გამოიყვანა და იქიდან გამომდინარე არის თავისი სისტემა. ხო, იმ დღიდან არის თავისი სისტემა და აქედან გამომდინარე, ეხლა პროლეგომენები თუ სხვა ეს პრინციპში არაფერ შუაში არ არის. შეიძლება გქონდეს საკითხული მაგალითად არ ვიცი, კანტის მეტაფიზიკის, ანუ ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება, მაგრამ ვერ გაიგო პროლეგომენები, თუ მასე მოვდგებით. იმიტომ რომ ის საერთოდ სხვა ის არის, რა ქვია, სხვა ტერმინოლოგიაზე აგებული, ეს საერთოდ სხვა ტერმინოლოგია. ანუ პროლეგომენები ზოგადად, ეხლა ნელ-ნელა დავიწყებ ხო, რაც არის ჩავიხედოთ შიგნით. კი, მეც ესე მსმენელის რანგში გადავინაცვლებ, მოდი აკეთებ. არა, თუ გინდა საერთოდ. ხო, კარგი, მაშინ. კაი. ეხლა პროლეგომენები არის ესეთი რაღაცა, რომ აი ადამიანს აი თავი რო გადაუხსნა და შიგნით რო ჩაიხედო. ანუ ამას ეხება რა. ანუ ტვინი რო გაუხსნა და მეს და შიგნით რო ჩაიხედო, ანუ რა ცოდნებია ამ ტვინში მოცემული, რომელი რის გამო არის იქ რა ცოდნები, ანუ რომელი ცოდნა, რა მიზეზით არის იქ და როგორ მოქმედებს ეს და რატო ეს ყველაფერი რა. აი პროლეგომენები არის ეგ, აი პროლეგომენები არის რომ როგორ ვთქვა, კანტის ფილოსოფიის გუმბათია რა. ანუ კანტმა ხო დაწერა სამი ძირითადი კრიტიკა რა. ანუ პირველი წმინდა გონების კრიტიკა 91 წელს, რაც ასუხობს კითხვაზე, რა შემიძლია ვიცოდე. ანუ ზოგადად წმინდა ეს ქართულად არის თითქოს ისეთი ტერმინი, რომ რაღაცნაირად რელიგიურთან აქვს სიწმინდესთან აქვს მიმართობა, ხო? მიმართება. სინამდვილეში მასე არ არის. ეს არის, როგორ ვთქვა, სეკულარული პრინციპი არის, რა ქვია, ტერმინია რა, წმინდა. ნიშნავს, რომ ანუ მხოლოდ გონების ფარგლებში რა ცოდნა შეიძლება იყოს. მხოლოდ თეორიული? კი, მხოლოდ გონების ფარგლებში. ანუ რა თეორია შეიძლება ჩამოყალიბდეს, მე რას ნიშნავს? ანუ კანონდებლურ გონებას ნიშნავს რა. ანუ რას ნიშნავს კანონდებლური გონება და რა ცოდნებია შეგინთ როგორ არის დალაგებული და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს წმინდა გონების კრიტიკა. მე იქ იყო სხვა კრიტიკები, რომელსაც პასუხობს რა შემიძლია, რის იმედი შემიძლია მქონდეს და რა უნდა გავაკეთო, ხო? ბოლოს. ხო და ეს ყველაფერი პროლეგომენებში არის განხილული როგორც მეტაფიზიკის საკითხები. ანუ პროლეგომენები არის მაგ ყველაფრის გუმბათი, ანუ გასაღებია რა. აი კანტის ფილოსოფიაში რო შეხვიდე, მაგისი გასაღებია ეგ პროლეგომენები. უბრალოდ ბევრი ამბობს ხოლმე, რომ პროლეგომენები არისო, ანუ კანტის შემოკლებული ვარიანტიაო წმინდა გონების კრიტიკის რა. ანუ წმინდა გონების კრიტიკა არის რაღაცა ამხელა წიგნი და პროლეგომენები არის ესე. ნუ ნახევარი, კაი. დაუშვათ გაანახევრა და დააპატარავა რა. დააკონსპექტა. ხო, დააკონსპექტა, მაგრამ სინამდვილეში თუ კარგად არ არის ეგ აზრს მოკლებული არ არის, მაგრამ ეგ არ არის მიზეზი პროლეგომენების დაწერის. ანუ ეხლა კანტი არ არის ის ტიპი, რომ ანუ ადამიანი არის ისეთი ხასიათის, ისეთი ტიპი, რომ ამბობს, რომ ფილოსოფოსებზე თვითონაც რომ ვისაც არ შეუძლია რომ მაინც და მაინც მეტაფიზიკაშიო რაღაც წინ წაიყვანოსო, ხო, სხვა სფეროთი დაკავდესო. ანუ არავის არ ეხვეწება, რომ მოდი არიქა და გეხვეწები ახლა რასაც ვამბობ, გაიგეო. ანუ ზოგადად სუწიხზე კიდია ესე ვთქვა. დიდად არანაღვლებს გაიგებთ, ანუ თავარია რომ ვისაც აინტერესებს იმან გაიგოს იმისთვის, რისთვისაც დაიწერა, რომ ანუ ადამიანების სიყვარულით წერო, იმისთვის ვისაც ეს სჭირდებაო რა.
რომ იქიდან გამოიყენება მე ან ფილოსოფიიდან ზოგადად გამოიყენება კანონები, სოციუმის მოწყობის წესები და რაღაცები, ხო? ეხლა ეს აზრი არ არის მოკლებული, რომ თითქოს იმის შემოკლებული ვარიანტია, მაგრამ კონტექსტი დაწერის და მიზეზი, რატომაც დაიწერა სინამდვილეში არის სხვა. ანუ ხო ვიცით, რომ და მიზეზი არის ეს. ანუ ხო ვიცით, რომ არსებობს ფილოსოფიაში ესეთი სფერო რა, საკითხს არ ვიტყვი, იმიტომ რომ მეტაფიზიკა არ არის საკითხი, მეტაფიზიკა არის სფერო. და მთელი სისტემაა რა. ანუ მთელი სისტემაა, ანუ აზროვნების სისტემაა, რომელიც ყველაფერს ზემოდან დაჰყურებს. ანუ იმის იქით არაფერი აღარ არის, მოუაზრებელია. ნებისმიერი რამე მეტაფიზიკის იქით მოუაზრებელია. ეხლა ვიღაცები არამეტაფიზიკურად განწყობილები ამბობენ ხოლმე და ამბობდნენ ხოლმე თავიდანაც, რომ ანუ მეტაფიზიკა, ანუ მეტა რა არის ფიზიკა ტერმინი თვითონ ნიშნავს ის რაც არის ფიზიკის, ანუ ფიზიკის მიღმა. ანუ რაღაც მიღმური, ხო? ანუ ინტელიგიბელური სამყაროს რაღაც ცნებები, წევრები და ასე შემდეგ. კაი, ამბობენ ხოლმე, რომ ანუ ფიზიკის მიღმა არაფერი არ არის. არაფერი არ არის სინამდვილეში რა. მაგრამ კანტის აზრით ეს არ არის ესე. ანუ კანტის აზრით მეტაფიზიკა, ანუ ფიზიკის მიღმა არის ზუსტად ის ყველაფერი, რაც ამ ფიზიკს განკარგავს. და ეს არ არის რელიგია და ეს არ არის თეოლოგია. თეოლოგიური, აი ზედსართავის სახელით თუ ვიტყვით, შეიძლება გავდეს რელიგიურ აზროვნებას და თეოლოგიურ აზროვნებას. ეხლა რელიგია რა არის? ტერმინის აზრით რელიგია არის რელიგია თვითონ სიტყვა ტერმინი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან religere, რაც ნიშნავს კავშირს. ანუ რაღაცა კავშირები არსებობს და შენ როცა კავშირებზე ფიქრობ და არ უყურებ საგნებს, ხოლოდ ესე ლაივში პირდაპირ და იქ ბევრი აზროვნების და გაწევა-გამოწევის გარეშე როცა ესე უყურებ, ეგ ნიშნავს როცა კავშირებს, ანუ მიზეზშედეგობრივ კავშირებს აკვირდები, ორ საგანს შორის იქნება, საგანს და მოვლენას შორის იქნება, ორ ადამიანს შორის იქნება თუ საგანს და მოვლენას და ადამიანს შორის, ამ კავშირებზე როცა ფიქრობ, ეს უკვე არის რელიგიური აზროვნება. ანუ ჩვეულებრივ აზროვნებას არც ერთ მეცნიერებაში არ ახასიათებს ის, რომ კავშირები დაადგინოს. როცა იწყება კავშირების დადგენაზე ფიქრი, მაშინ არის რელიგია. გინდა მეცნიერება იყოს, გინდა მათემატიკის მეცნიერება იყოს, გინდა ფიზიკის მეცნიერება იყოს, გინდა აი ლოჯისტიკა ავიღოთ. თუ ის კავშირებზე ფიქრობს, ნიშნავს, რომ მორალს აწარმოებს და ფიქრობს რელიგიურად. ანუ რელიგიურ აზროვნებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მეტაფიზიკა, რაც სადაც არის ყველაფრის კავშირები, ესე დაპუნქტული, ესე ვთქვათ რა, არის გავს რელიგიურ და თეოლოგიურ აზროვნებას. აქედან გამომდინარე, რომ გავს ამ რაღაცის არსებობის საფუძველზე, მაგრამ თვითონ არის კაცრად მეცნიერული სფერო. რატო არის მეცნიერული სფერო? მეცნიერული სფეროა იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს სფერო არსებობს დღემდე და უფრო მეტად ხდება დახვეწილი. კანტთან აღწევს, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, კანტთან აღწევს დახვეწილობის უმაღლეს საფეხურს. იმიტომ რომ ლოგიკურ საფუძველზე იწყებს არსებობას. ანუ ლოგიკის წესები მოქმედებს მეტაფიზიკურ სამყაროშიც კი. ნუ ლოგიკაში ვგულისხმობ სინთეზის უნარს და არა ლოგოსის უნარს მარტო. ეხლა ლოგოსის უნარი შეიძლება მქონდეს, რომ მანქანამ გაიარა და ეს არის ლოგოსის უნარი. ხო, ანუ ამას ნიშნავს, მაგრამ სინთეზის უნარი, აი ის მანქანა თუ გამოილის და ეს მანქანა ერთმანეთს დაეჯახებიან და მერე ეს მოხდება, ეს უკვე სინთეზის უნარია, ხო? და მერე გადასვინჯვა, ანუ კარგია ეს თუ ცუდია ეს ადამიანებზეც რო ავიღოთ იგივე ნებისმიერი სინთეზის უნარი, ეს უკვე ნიშნავს, რომ მეტაფიზიკურად რო აზროვნებ და პლუს ლოგიკურად. ანუ ლოგიკის წესები ვრცელდება მეტაფიზიკურ აზროვნებამდე, მეტაფიზიკაშიც. ხო, ანუ მეტაფიზიკა გავიგეთ, რომ არის გამოვიყვანეთ, რომ არის ლოგიკურ აუცილებლობაზე დაფუძნებული და ლოგიკურ აზროვნებას ნიშნავს.
ეხლა ხო და აქედან გამომდინარე ეს ისა რა ქვია პროლეგომენები დაიწერა იმ აზრით, აი როგორ ქვია ნაშრომს სინამდვილეში ანუ აქვს სათაური პროლეგომენი, ხო? და პროლეგომენი, ანუ მეორე სათაური აქვს კიდე ქვე. ეს მოგწონთ. აქვს ქვესათაური ერთად. აქვს ქვესათაური პროლეგომენები, აქვს ქვესათაური ყოველი მომავალი მეტაფიზიკისთვის და ახსნით ის სათაური, რომელსაც პრეტენზია ექნება წარმოგვიდგეს როგორც მეცნიერება. ანუ ეს არის წანამძღვრები იმისთვის, რომ თუ როდესმე გაიბწყინებს ისეთი მეტაფიზიკა, ან მეტაფიზიკური აზროვნება, პრეტენზია, ესე იგი მეტაფიზიკას თუ ექნება პრეტენზია, რომ იყოს მეცნიერება, მაშინ ეს წანამძღვრები უნდა დააკმაყოფილოს. ანუ ეს არის წანამძღვრები იმისთვის. და წმინდა გონების კრიტიკისგან განსხვავებით არის ის მომენტი, რომ წმინდა გონების კრიტიკას ეს პრეტენზია არ აქვს. წმინდა გონების კრიტიკა არის, ანუ ისიც ოთხად იყოფა, ისიც იგივე საკითხებს ეხება, ისიც იგივე საკითხებს განიხილავს, იგივე მეთოდებით, ოღონდ ეს პრეტენზია არ აქვს, რომ აწარმოებს წანამძღვრებს, რომ ანუ მომავალი მეტაფიზიკა როცა იქნება, იმისი წანამძღვრები იყოს, რომ ამის იქით მე სხვა მეტაფიზიკა ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ეს არის ლოგიკური წანამძღვრები. და წმინდა გონების კრიტიკა უბრალოდ განიხილავს, რა არის მეტაფიზიკური ცოდნა, მე რა არის ინტელექტი, მე ნუ სამის ძირითადი საფეხური ხო. კაი, ეხლა ამ ეს როგორ არის დალაგებული, ჯერ მაინტერესებს თუ ვინმეს ქონიათ შეხება აი ამ სფეროსთან მარადიული მშვიდობის. მარადიული მშვიდობის? ხო, ეგ კი არის აქ მაშინ არა, ეგ არა, მაგრამ ის კი. მარადიული. კი, ეგეც არის მეთქი აქ. თუ რამე კითხვა გიქნება, შემიძლია გიპასუხოთ. ეგ ის არის ისტორიულ და პოლიტიკურ ნაწერებში ერთად გამოსცემა ხოლმე მაგას. მარადიული მშვიდობა. ეგ ხალხთა კანონი და ის ანუ იურისტებმა წაიღეს ეგ და მაგით ხელმძღვანელობს დღევანდელი საერთაშორისო სამართალი. კი, იურისტებმა წაიღეს ეგ. მაგრამ აი ეს ვერავის ვერ მიაქვს პროლეგომენები. პროლეგომენები ვერავის ვერ მიაქვს. იმიტომ რომ ნიშნავს რომ ესე იგი პროლეგომენები სადმე წაიღო ნიშნავს რომ წაიღო ფილოსოფია გახდა ფილოსოფოსი და ფილოსოფიას ვერ წაიღო უნდა გახდა ფილოსოფოსი უნდა მოხვიდე ფილოსოფიაში. კი ბატონო. ეხლა პროლეგომენები თვითონ რა არის? კაი, ეს სიტყვა აღარ გვინდა ეხლა პროლეგომენები გავიწევთ რაზეც არის ლაპარაკი, ხო? მოკლედ, ესე იგი 91-ში გამოდის წმინდა გონების კრიტიკა, ისიც 4-ად, ისიც ესე. 93-ში გამოდის ეს პროლეგომენები, ნუ მერე კიდე გამოდის 97-ში კიდე გამოდის წმინდა გონების კრიტიკა გადამუშავებული ასეთი. ეს რჩება, ანუ ერთხელ გამოიცა და იმის მერე მოდის, ანუ აღარ შეცვლილა, არაფერი აღარ ანუ ეს რო გამოიცა 93-ში, ხო? ამის საფუძველზე 97-ში წმინდა გონების კრიტიკამ კიდეც გაინიცხადა და რაღაცა ცვლილებები რა. მაგრამ პრეტენზიის ის ვერ შეიძინა, რომ აი ეს არის ამას აქვს პრეტენზია, რომ თუ მეტაფიზიკა იქნება, ამას უნდა დაეყარდნოს, იმიტომ რომ ამის იქით არაფერი არ არის. ხო, ესე იგი აქ ეხლა რას ნიშნავს მეტაფიზიკური აზროვნება რა? ესე იგი, ეხლა იოგისგან როგორც მეცნიერებისგან, როგორც ანუ ხო, ნუ იოგაც ხო ანუ მეცნიერებაა რა თქმა უნდა, ხო არის იოგა თუ არა? შეიძლება ესეც შევხედოთ, კი. კი. ხო, ანუ მაგისგან ცოტა განსხვავებით, ესე იგი მე როგორც ვიცი ეხლა იოგის შესახებ რაც ვიცი, ერთადერთი არის, ნუ ადრეულ ასაკში წავიკითხე, ეხლა ფაგავად გიტა და ვედები და რაღაცები რაღაც 15-16 წლის ასაკში, ზაფხულში, მაგ ზაფხულს, მაგრამ ნუ ეხლა მე ინდუიზმი და ანუ ისა ბუდიზმი და მაგ რელიგიებთან რამდენადაც, მაგრამ შეგხვება გქონდა, ანუ ეს რა ქვია, ფილოსოფიის ანუ ლექციებზე და ისა. ისე კარგად არა ვარ ჩახედული, მაგრამ ეს ვიცი, რომ ანუ იოგის მოთხოვნილება არის ეს, რომ
ანუ იოგა რას ნიშნავს იმას, რომ თუ შეგიძლია მედიტაცია რა. ანუ თუ შეგიძლია წინა დღესაც რომ თუ შეგიძლია გაძლოთ ცნობიერ მდგომარეობაში 20 წუთი, 30 წუთი. მე მაგალითად 30 წუთი გამეძლია. თუ შეგიძლიათ ცნობიერ მდგომარეობაში გაძლო რამდენიმე რაღაც დროის პერიოდი ისე რომ არც დაგეძინოს და არც იფიქრო. ხო, აი, ანუ ცნობიერი მდგომარეობა, მღვიძარე ხარ, გინდა თვალები გეხუჭოს, გინდა გეხილოს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, იწვე იჯდე როგორც გინდა პოზა შეერჩიო. ანუ ოღონდ არ უნდა დაგეძინოს და არც ფიქრი უნდა გაგექცეს. და ეს არის მედიტაცია, როგორც მე გავიგე, ხო? ეხლა აქედან ამის კანტის პროლეგომენებში მოთხოვნა რაც არის ცოტა გავს მაგას რა. ანუ თუ შეგიძლია ადამიანს, რომ გაძლო ადამიანს თუ შეუძლია, რომ გაძლოს მეტაფიზიკური აზროვნების გარეშე. ანუ მეტაფიზიკური აზროვნებით და პასუხი არის ესეთი, რომ მეტაფიზიკა არსებობს იმიტომ და ლეგიტიმური, ანუ მეტაფიზიკის არსებობის ლეგიტიმაცია, ლეგიტიმური კუთხე არის ის, რომ მეტაფიზიკა არსებობს იმ საფუძველზე, რომ აქვს არსებობის საფუძველი, ანუ ადამიანს არ შეუძლია, რომ გაძლოს მაგის გარეშე. ანუ მეტაფიზიკური აზროვნების გარეშე ადამიანს გაძლება არ შეუძლია. ვერ ცხოვრობს. მაშინ ნიშნავს, რომ არის მიჯაჭვული რაღაც, ანუ საგნებზეა დამოკიდებული, მოვლენებზეა დამოკიდებული, სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული და თვითონ არაფერი არ შეუძლია. ანუ თვითონ არის ნეიტრალური აზროვნების და ყველაფრის გარეშე. სტერილური რა, ესე ვთქვათ. გონებრივად არაფერი არ შეუძლია. მარტო აი ეს რო დავაკონკრეტოთ, ესე იგი მეტაფიზიკის გარეშე. ხო, რა არის ადამიანი, ან მაგალითად ცხოველს იგულისხმება, რომ არ აქვს მეტაფიზიკა, ხო? კი. ხო. ეს კი. მე ეხლა აქ ესე არ არის, მაგრამ ერთ პატარა რაღაცას გეტყვით შემებურად და მე ამას ვიტყვი. ხა, არსებული ანუ მეტაფიზიკაც ისე როგორც ყველა ზოგადად ფილოსოფია უტრიალებს არსებულს და არ არსებულს. ხო, უნდა განასხვაოს რა არსებულია და რა არ არის არსებული, ანუ რა არ არსებულია, ხო? ახლა არსებული არის მაგალითად რამდენიმე კატეგორია არსებობს არსებულის. ქვა არის არსებული. ქვა, ჩვეულებრივი ქვა არის არსებული, ხო? რომელსაც გააჩნია მარტო არსებობის კატეგორია და არაფერი სხვა. მცენარე გააჩნია ორი კატეგორია, არსებობის და სიცოცხლის, ანუ ცოცხალი არსებაა და არსებობს როგორც ქვა და ცოცხალია, როგორც მცენარე. ცხოველი აქვს არსებობის კატეგორია ქვისგან, სიცოცხლის კატეგორია მცენარისგან და გადაადგილების უნარი. ნიშნავს, რომ აქვს ინსტინქტი. ანუ რაღაც არის მასში ისეთი, რის საფუძველზეც გადაადგილდება, მოშივდა. წავა და შეჭამს უფრო სუსტს და არ დაიწყებს კითხვას ახლა იქ რა. ცოტა ხო არ გადაგვედო, 6-ისკენ ხო არ გვეჭამა, ან ხვალ დილამდე ხო არ მოვითმინოთ, იმიტომ რომ ახლა ეს ცხოველი მეწოდება და ამას ვერ შეჭამ. მორალის უნარი არ აქვს. აქ ინსტინქტი გადაადგილდება, იმიტომ რომ მოშივდა და всё. ადამიანი აქვს, ანუ არსებობს როგორც ქვა, ცოცხალია როგორც მცენარე, გადაადგილების უნარი აქვს, ანუ ინსტინქტის საფუძველზე. გადაადგილების უნარი აქვს როგორც ცხოველი, მაგრამ აქვს ასევე განსჯის ფაკულტეტი, ტვინი, გონება რა. ანუ არის მორალური არსება, რას ნიშნავს? მორალური არსება არის ადამიანი, ნიშნავს იმას, რომ არასმთქმელი არსებაა. შეუძლია არა უთხრას რაღაცას. ცხოველს ეგ არ შეუძლია. ნუ მცენარეს და ქვაზე ლაპარაკი არ არსებობს, იმას არავინ არაფერს არ ეკითხება. ცხოველი შეიძლება შეაჩეროს მაგაზე მარტო თავისზე დიდმა ცხოველმა და სხვა ვერაფერმა, როცა შეა ის უნდა გააკეთოს, როცა აქვს რაღაც პერიოდი უნდა გამრავლდეს და ასე შემდეგ, ხო? ცხოველს არაფერი არ შეუძლია, ანუ არის სტერილური გონებრივად, მორალურად. ადამიანს აქვს მორალური განსჯის უნარი, გონება, ანუ მეოთხე ძლიერი კატეგორია ემატება ყოფნის, ანუ არსების, სიცოცხლის, გადაადგილების კატეგორიებს, არის მეოთხე უნარის კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ არის არასთქმელი არსება. ანუ თუ არ შეუძლია არას თქმა, ის იგივე ცხოველია. იმიტომ რომ არ არის კის და არას მომენტი განმასხვავებელი. ის თუ არას თქმა არ შეუძლია არის
ცხოველი იგი ორი კომპონენტი გვაქვს, ხო, ერთი თეორიული და პრაქტიკული, განმასხვავებელი. მეტაფიზიკური კომპონენტი თეორიულსაც ეხება და პრაქტიკულსაც, აი მეგონიცხობა განსჯაში უკვე მეტაფიზიკა არის შემოსული? კი, განსჯა არ არის მარტო განსჯა არ არის მარტო ის რა ქვია პრაქტიკული. აქ არის ეხლა კანთან როგორი ამბავია ეს. ხო, ცოტა უნდა ერთი წამი უნდა გავაგრძელო ეს არსებობის ისა ჯაჭვი რა, რომ მივიდე იქამდე, იმ ნიშნულამდე, სადაც მინდა რომ მივიდე. ესე იგი ადამიანი ხო? და ეხლა მე იწყება კვლევა იქ ადამიანის ტვინში რა ხდება, ანუ რეებია როგორ არის დალაგებული, იმიტომ რომ ანუ რა უშლის ხელს, რომ ყისიერი, ანუ მექანიკური მოქმედება შეასრულოს, რა ვიცი, გავიდეს და შეჭამოს მეორე ადამიანი, ხო? აი რა უშლის ხელს, რატო რის საფუძველზე ну, ეს არის მორალური აზროვნება. ეგ გავიგეთ და რაც ათქმევინებს არას და რაც ათქმევინებს კი, ხო? რაღაც ნებისმიერ რაღაცებთან. ოღონდ აღმოჩნდა, რომ ესე იგი ამ ადამიანის ანუ ტვინში ხდება, ანუ შემეცნებითი პროცესი მიდის რა. შემეცნებითი პროცესი მიდის და აი არსებულის და არარსებულის გადასინჯვა, ანუ ეს კატეგორიები, ხო? იქაც მიეწერება კიდე რაღაცებს რა. ანუ მაგალითად, აი წმინდა ლოგიკური კატეგორია რომ მოვიყვანოთ მაგალითად აი ესეთი რაღაცა რომ ესე იგი ყველა საგანი არის განფენილი ეს პრაქტიკაში გადასინჯვადია წავალ და ვნახავ რომ ანუ ყველა საგანი დევს თუ არა იქ რაღაც საგნები ხო ანუ ყველა ანუ თუ რაღაცა არის საგანი არის თუ არა განფენილი აქედან გამოვიყვანე რომ არსებულია არსებულის კატეგორია საკმაყოფილებს, ანუ განფენილია სწორია, ხო? აი, მაგალითად, ვიღაცას შეუძლია წარმოიდგინოს, ანუ არსებულის და არარსებულის კატეგორიები რო გავაგრძელოთ, ხო? კიდე რამდენიმე საფეხური არის, სადაც უკვე წყდება არსებული, ანუ მოუაზრებელთან მიდიხარ რა. მაგალითად, თუ ესე მოვიაზრებთ, რომ აი ესეთი არსებული, როცა აი ადამიანს ხო აქვს ის მომენტი აქვს ყოველთვის, რომ რაღაც ახალი გამოიგონოს და რაღაც ახალი ჩაუშვას რეალობაში, ისეთი რაც აქამდე არ იყო და ახლებურად შეასწავლინებს რაღაცას, ახლებურ რაღაც მენტალიტეტს ჩამოუყალიბებს, რაღაცას ახლებურ გზებზე გაიყვანს, ახალ ჰორიზონტებზე და ასე შემდეგ, ხო? ხო და აი წარმოვიდგინოთ ახლა, რომ აი ვიღაცამ თქვა ფრთიანი ცხენი ну, ფრთიანი ცხენი რეალობაში არ არსებობს, ანუ არ არის განფენილი როგორც ყველა საგანი, მაგრამ სადღაც არსებობს. რაღაცისთვის შეიქმნა, ხო? ანუ კონცეპტად რაღაცისთვის ჩამოყალიბდა ვიღაც ადამიანს რაღაც პრეტენზია, რაღაც მიდრეკილება, მისწრაფება გაუჩნდა, რომ აი რაღაცა უნდა გავაკეთო ახლა, ხო? ну, ანტიკურობაში კენტავრი, ხო? ანუ მაგრამ ეს არის წარმოდგენადი. ანუ მე დავხატავ ცხენს, გავუკეთებ ფრთებს და ეს არის ფრთიანი ცხენი, ხო? მაგრამ ადამიანის ენას შეუძლია მისვდეს ისეთ არსებულს, რომელსაც გონება ვერ მოიაზრებს. აი მაგალითად მე შემიძლია ვთქვა ისეთი ფრაზა, წინადადება, გრამატიკულად გამართული, შეცდომას ვერავინ ვერ იპოვის, მაგრამ გონებითაც კი ვერ მოიაზრებს ვერავინ. აი მაგალითად ესეთი 4 კუთხა სამკუთხედი. მეც გავიფიქრე ან წრე კვადრატ წრეზე ხო? იმიტომ რომ წრეზე აქვს ამას მაგალითი მოყვანილი კანც. ოღონდ აქ სხვანაირად ხედავს ეს აი ახლა ვიტყვი ცოტა ხანში. ესე იგი 4 კუთხა სამკუთხედი რა. ანუ წინადადება არსებობს, თხრობითია, წერტილი დაისმის 4 კუთხა სამკუთხედი. არის აღწერილი ზედსართავის სახელი და არსებობის სახელი რა. ანუ შეცდომა არ არის, უბრალოდ არის მოუაზრებადი. ანუ ადამიანის ენას შეუძლია გამოთქვას ისეთი რაღაცა, რომ ვერც კი დახატავ. მე პირამიდა წამოვიდა. პირამიდა რატო? 4 კუთხე აქვს და რო შეხედავ სამკუთხედს ყავს. 4 კუთხა სამკუთხედი? არა, გეომეტრიის გეომეტრიიდან ნაწამს უყარა. ასოციაციურად ეს წამოვიდა მოფრაზად. 4 კუთხა და საერთოდ ისიც რას ამბობს კანტი მაგასთან დაკავშირებით, რომ ესეთი რამის თქმა, აი მაგალითად იქ ამბობს, რომ აი ამ კატეგორიამდე რომ მივიდა რა, რომ აი იმის იქით, ანუ რომელია ბოლო არსებული და იმის იქით რომ არაფერი აღარ არის.
ნუ მე მივედი მაგალითად ამ კატეგორიად, რომ იმის იქით აღარ არის არაფერი, მაგრამ ამან თქვა ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი დიალექტიკა დაუშვა მაგამ ბავშვი რა თქვა, რომ თუ ჩვენ ვიტყვითო, რომ წრიული ოთხკუთხედი არის წითელი, ეგ არისო დარღვევად იცნებაო, ანუ შეწინააღმდეგება შეიძლებაო რა. და ანუ ჩანასახშივე სინამდვილეში მოუაზრებელიც კი არის, ის კი არა რომ წინააღმდეგობრივია, მოუაზრებელი, აი როგორ უნდა ჯერ წრიული სამკუთხედი მოიაზრე. ხო, და ეხლა ხო, ნუ მანდ ამბობს წმინდა მეტაფიზიკურ ცოდნასთან დაკავშირებით, რომ ანუ პრედიკატი რომ მიაწერო პრედიკატი არის აღწერითი სიტყვა, ანუ ობიექტი. პრედიკატი რომ მიაღწერო უპირველეს ყოფიერს, ანუ ღმერთის იდეას მაგალითად, ხო? და მაგით როგორც ხდება ხოლმე, ანუ გაანთროპომორფულება, ასე ვთქვათ, ღვთიური ინსტანციის, ხო? აი ღმერთი არის მაგალითად, რა ვიცი, მამაკაცის აქ რაღაც ფორმა, ხო? რაღაც ეგრე წარმოუდგენიათ, ხო, წერებიანი რაღაც თეთრთმიანი და ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს ანთროპომორფული მომენტი რომ მოაშოროო, ხო? ანუ არაფერი არ დაგრჩება. და გაანთროპომორფულება მაგიტომ არ არისო კარგიო რა. თორე ისე როგორც შენ გინდა, ისე თქვიო რა. ანუ თორე წინააღმდეგ, არა. და ამ ყველაფერს მიიჩნევს კანტი მიიჩნევს საჭიროდ. ანუ აი ღმერთის ინსტანცია რო არსებობს, სულის ინსტანცია, რაღაც ცნებები და ისინი, ხო? მიიჩნევს საჭიროდ, იმიტომ რომ ადამიანი, ანუ ლოგიკურ საფუძველზე არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამით არ ინტერესდება. არა და ამაგის გარეშე არ შეუძლია ადამიანს არსებობა. ხო, თუ არა და ანუ ნიშნავს, რომ აი მესამე მომენტი, ანუ არის ესე იგი ანალიტიკური და სინთეზური მსჯელობები. და სინთეზის უნარს კარგავს ადამიანი. აი რაღაციდან რაღაცა გამოიყვანო, სინთეზის უნარს კარგავს. ეხლა ვიტყვი ეს სამსაფეხურს და იქნება უფრო ისა გასაგები. ეხლა პრაქტიკულ და თეორიულ ამბავთან დაკავშირებით რაც იყო ეგ, ცოტა არეულად წავიდა რატომაც ლექცია, ვიცი რატომ. კითხვა რაღაც ისე გადავიდა, ხო? კარგი, მოკლედ, ეხლა სამი ძირითადი ის არის, რა ვქო, 4 ძირითადი კითხვა აქ პროლეგომენებში, რომლებსაც კანტს უნდა რა უპასუხოს. ესე იგი, პირველი ჩავიხედო ხო სწორად მახსოვს. კი, რამას რა დამოვიწყებს. აი, როგორ არის შესაძლებელი წმინდა მათემატიკა? მერე როგორ არის შესაძლებელი წმინდა საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ანუ ფიზიკის შესახებ, ზოგადად სამყაროს ბუნების გაგებით რა. ანუ როგორ არის შესაძლებელი ფიზიკა, წმინდა ფიზიკა, მერე როგორ არის შესაძლებელი მეტაფიზიკა ზოგადად, რაც ჩვენ ვთქვით, ეს ამბავი როგორ არის შესაძლებელიო და როგორ არის შესაძლებელი მეტაფიზიკა როგორც მეცნიერება. ხო, ჩვენ რაღაც ესე გამომივიდა, რომ უკინდან დავიწყე რა. ეხლა ცოტა წინდან დავიწყე და შევახვედრებით. ხო, ესე იგი, კანტი ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ესე იგი, ყველა მსჯელობა, ყველა ფილოსოფია არის ან კრიტიკული, ან მეტაფიზიკური. და ყველა ფილოსოფია შეიცავს, ну, თუ რაღაცას აკრიტიკებს, კრიტიკულია და თუ აძლევს წესებს, მაშინ მეტაფიზიკურია რა. ანუ შენ შეიძლება ერთი რაღაცა გააკრიტიკო, მაგრამ დავალება არ მისცე, ანუ სინთეზი არ მისცე, თქვა ეს არის, ეს დარია, მაშინ შენსაც თუ ამბობ, მაშინ სინთეზს აძლევ და მაშინ უწარმოებ იმას რაღაცა სფეროზე იურისპრუდენცია იქნება, ეკონომიკა თუ ნებისმიერ რაღაცას, უწარმოებ შენ კანონს, გამოუწევ კანონს რა, რომ ესე შეცვალეთ, იმიტომ რომ ესე არ არის სწორი და ეს არის რომ მეტაფიზიკური აზროვნება უწარმოო რა. ანუ ყველა აზროვნება ან კრიტიკულია და ან მეტაფიზიკური. ზოგჯერ არის ხოლმე ორივე, ხო. ეხლა ეგ საუკეთესო ის არის ვარიანტი, როგორც კანტის ის რა ქვია, ფილოსოფია თვითონ. ესე იგი,
კანტმა აღმოაჩინა ეგეთი რაღაცა, რომ ყველა, ესე იგი, წმინდა მათემატიკა შესაძლებელია წმინდა ინტუიციის საფუძველზე რა. ანუ წმინდა ინტუიციის საფუძველზე ნიშნავს, რომ ანუ ის ემყარება დროის და სივრცის ცნებებს, რაც არის დროის ცნება არის შინაგანი ინტუიციის ცნება და სივრცის ცნება არის გარეგანი ინტუიციის ცნება. ანუ გეომეტრია, აი ახლა მივალ მაგალითად ფანჯარასთან და რას ვხედავ ხაზებს, რაღაც ინტუიციაზე რო დავაზუსტოთ, რომ ჭრეტელობა იგულისხმება და არა ინტუიცია, რომ წინასწარ დაესიზმრა ვიღაცას რაღაცა. არა, წინასწარ დაესიზმრა ვიღაცას კატეგორია არა. შეგრძნების არის. ინტუიცია, კი. ოღონდ არა, ოღონდ ცოტა სხვანაირად არის კანტთან ინტუიციის საკითხი. აი მაგას ვამბობ რა. ესე იგი, ისე არ არის, რომ მაგალითად აი ძველი პითაგორას დროინდელი რაღაც გეომეტრია და რაღაცები რაც იყო, ცოტა სხვანაირად არის ამასთან გაგებული. და ანუ საერთოდ ძველი იდეალისტური მიდგომები და რაღაცები აქ ცოტა შეიცვალა რა. ეს წინააღმდეგია ბერკლის იმის რა ქვია იდეალიზმის მაგალითად. ხო, და ასევე ჰიუმსაც ნუ მიზეზშედეგობრივ კავშირზე და მაგას ვიტყვი ცოტა ხანში. ესე იგი ინტუიციის საფუძველზე არსებობს წმინდა ინტუიციის საფუძველზე არსებობს მათემატიკა, როგორც წმინდა მეცნიერება, მათემატიკის წმინდა სფერო. ანუ ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ მე თუ უკვე არ ვიცი 12-ის კონცეპტი მაგალითად ვერასდროს ვერ გავიგებ რამდენია 5-ს მივუმატოთ 7. ანალიტიკა და სინთეტიკა რო შეცვალა ხო? ნიშნავს. ანუ ყველა მათემატიკური დებულება იქნება უმარტივესიდან ურთულესამდე არის სინთეზური. ყველა, საერთოდ ყველა. მაგრამ ესე არ ხდება ფიზიკის სფეროში. ფიზიკის სფეროში მაგალითად შეიძლება იყოს ანალიტიკურიც და შეიძლება იყოს სინთეზურიც. ხო. იმიტომ რომ მაგალითად ფიზიკის სფეროში ეს ჰიუმის ძირითადად ჰიუმის წინააღმდეგ არის აქ კანტი მიმართული იმაზრით რომ ესე იგი თუ ანუ ჰიუმის აზრით ესეთი იყო ანუ ჰიუმიმ დევიდ ჰიუმმა აღმოაჩინა ნუ მანამდეც არსებობდა რა თქმა უნდა ეს კავშირი მაგრამ იდეალიზმში ჩაწერა ეს იდეალიზმის დოქტრინაში შემოიტანეს ნება რომ სამყაროში არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ხო? მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ანუ როდესაც შენ უყურებ რაღაცას, სინამდვილეში უყურებ ისეთ რაღაცას, რაც განპირობებულია უკვე სხვა რაღაცისგან და ამ რაღაცასაც ხედავ ისე სინამდვილეში, რომელმაც უკვე განაპირობა სხვა რაღაცეები, რომელიც ჯერ არ დაგინახავს, მაგრამ ნახავ რა, რამდენად მახვილი თვალი და ყური გაქვს, იმაზეა დამოკიდებული. ოღონდ ჰიუმს რაზე აუჯანყდა კანტი ამასთან დაკავშირებით. ჰიუმმა რაღაცნაირად ეს მიაწერა ადამიანის ინტელექტს. ანუ ადამიანის ინტელექტი ვერ გამოთიშა, ვერ გაანეიტრალურა ამ აზრით რა. თითქოს ესეთი რაღაცა გამოუვიდა, რომ ანუ იდეალიზმზე შეყვარებულს რაღაც ისეთი რაღაცა გამოუვიდა, რომ თითქოს ადამიანის ინტელექტი მონაწილეობდეს მიზეზ-შედეგობრივ კავშირში. და კანტმა თქვა, რომ ეს არ არის ესე. ადამიანის ინტელექტი ამ შემთხვევაში არის უბრალოდ დამკვირვებლის პოზიცია, რომელიც უყურებს. ანუ როგორც, ანუ ორი წევრი მოქმედებს, ორი ადამიანი, ორი მოვლენა, ორი საგანი აზრი არ აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ანუ დაუშვა, როგორ თქვა, დამკვირვებლის პოზიცია მისცა ადამიანს კანტმა. ანუ მოვლენიდან გამოიყვანა რა. ჰიუმის დროს და ბერკლიმდე იყო იმ რეალობის წევრი. თითქოს ესეთი რაღაცა გამოდიოდა, რომ ანუ თითქოს არ არსებობს ფიზიკის მიღმა რაღაც და ადამიანი ფიზიკის წევრი რახან არის, ის განაგებსო რაღაც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს სამყაროში და კანტმა თქვა, რომ ესეთი რაღაცა არ არის. ეს არის გულუბრყვილობა, ანუ მეტაფიზიკური გულუბრყვილობა დაარქვა მაგას რა. ესეთი რაღაცა არ არსებობსო. ანუ ის რაღაცა, ანუ ეს ნიშნავს, რომ დაუშვა აზრი, რომ სამყარო არსებობს, სამყარო მოვლენების სხვა ადამიანები და ამ შემდეგ არსებობს ჩემი ჩარევის გარეშეც.
ანუ სრულებით არ არის საჭირო ჩემი ჩარევა, ისინი ისედაც არსებობს. ამას ნიშნავს რა. ანუ ეს ამაზე აუჯანყდა ჰიუმს და თქვა რომ ესეთი უგულუბრყვილობა როგორ მოუვიდაო. კაი. ეს ხო და გამოიყვანა მე რომ ანუ ეს არის იქ დინამიკური კანონები და სინამდვილეში კიდე სხვა რაღაცას გააკეთა რა ფიზიკის სფეროსთვის თქვა ეგეთი რაღაცა რომ ფიზიკის სფეროში რაც არისო ნამდვილი არის მარტო ეს მოძრაობა ეს არა არის მარტო ნამდვილი არის სუბსტანციის მუდმივობა მაგრამ ის ანტინომიები რაშიც გონება ვარდება რომ აი ხლა მაგალითად სუბსტანცია არის უმარტივესი ანუ დაიყვანება თუ არა შესაძლებელია სუბსტანციის დაყვანა უმარტივესამდე თუ არის შედგენილი და რჩება შედგენილად ეს მოარული კითხვებიაო რა დღეს ესე გონია და ხვალ შეიძლება სხვანაირად გვეგონოსო ანუ ეს არის გონების ანტინომიები რა ვიღაცას ჯერა ასე ვიღაცას ჯერა ისე მაგალითად რომელიღაც მონაკვეთამდე დროის რომელიღაც მონაკვეთამდე ისტორიაში კაცობრიობას ეგონა რომ ატომი იყო განუყოფელი მერე გამოვიდა რომ ნაწილაკი არსებობს რადგანაც ატომი გაყო ეხლა ლაპარაკობენ რომ ნაწილაკის დაყოფადია ხო ანუ ეს არის პროგრესის საკითხი რა პროგრესის და ისტორიული პროცესის საკითხია და სინამდვილეში ფიზიკას არაფერი არ აქვსო გარდა იმის რომ ანუ არსებობს დინამიკა და პირველ რიგში სუბსტანციის მუდმივობა, ანუ დაშლადია თუ შედგენადია თუ რანაირიც არის, ფაქტი მარტო ის არის, რომ არის მუდმივი და მეტი არაფერი. და რომ არსებობს დინამიკა. და დინამიკა რო არსებობს, მაგედან გამომდინარე ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება რა, დგება. იმიტომ რომ დინამიკა არსებობს იმ ატომისთვისაც, რომელიც აგერ 2 საუკუნის მერე დაიშალა, ხო? და ამ ნაწილაკისთვისაც, რომელიც 2 საუკუნის მერე შეიძლება დაიშალოს და რა ვიცი, შეიძლება სხვა რაღაცეებზე, შეიძლება mc კვადრატი საერთოდაც სხვა რაღაცა აღმოჩნდეს. კაი, ეხლა მათემატიკას რაც შეეხება. ესე იგი, ხო, ეს ფიზიკა, ანუ და აქ ჰიუმი მოკლედ გულუბრყვილობაში და ფანტაზიორობაში და ყველაფერში გაიყვანა. მათემატიკაში ის ამბავია, რომ ანუ ინტუიციის საფუძველზე მე თუ უკვე არ ვიცი 12, ანუ თვლად თუ არ ვიცი. ამას როგორ ადგენენ ახლა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13, ხო და ანუ დადებ 5 ერთეულს ერთად, 7 ერთეულს ერთად და გამოვიდა 12 ერთეული. ხო? ანუ ესე იგი თვლაზე და კალკულაციაზე ხო არის ყველაფერი დაფუძნებული, მაგრამ ახლა მე რო დავალაგო ერთად მაგალითად 5-ის კამი აქ და 7-ის კამი აქ, მე ვხედავ სკამებს და არაც 12-ის კონცეფტს, ხო? 12-ის კონცეფტი მე უნდა გამოვიყვანო. 12-ის კონცეფტის გამოყვანა ნიშნავს, რომ არის უკვე სინთეზური. ანუ ყველა მსჯელობა მათემატიკაში არის სინთეზური. ანუ მანამდე იყო ესეთი ხედვა, რომ მათემატიკური ანალიზი, ხო? მათემატიკური ანალიზი და კანტი სწორედაც მაგის ახსნას ცდილობს, რომ მათემატიკა არის სინთეზური. და აი თვითონ ამ 5-ის და 7-ის მაგალითზე. კი, ანუ ეს არის ინტელექტის ინტუიცია. ანუ ესე იგი კანტთან არის ესე დალაგებული, რომ არსებობს აღქმითი შემეცნება, არსებობს ინტელექტუალური შემეცნება და არსებობს გონებრივი, ანუ გაისტის რა, გაისტი, უკვე გაისტი გერმანული ხო? უკვე კანტთან შემოდის სინამდვილეში. ნუ გაისტისგან მერე ჰეგელმა ხო, სხვადასხვა ყველაფერში გავრცელა, ნუ რაციონალიზმის მწვერვალია რა, ჰეგელის ფილოსოფია ხო? და იმასთან გამოჩნდა ესე, როგორც ტერმინი, იმიტომ რომ ყველაფერში შეაღწია მერე გაისმა, ანუ პოლიტიკაში შეაღწია, პოლიტიკის მეცნიერებაში, იურისპრუდენციაში, ეკონომიკაში, ყველაფერში შეაღწია საერთოდ და მერე ზოგმა გაისთან ადამ სმითის უხილავი ხელი დააკავშირა და მოკლედ პიარის გაგებით გაისტი, ანუ ჰეგელმა გამოიტანა, მაგრამ სინამდვილეში კანტთან უკვე არის გაისტის, ეს არ არის ზეელე, რაც არის, ანუ სულის
ანუ გაიზის ხო სულია, მაგრამ და ზელიც ხო სულია, ოღონდ ზელი არის სული გაგები, სულის როგორც სამშვიდობის რაღაცა ხო და ის არის გონება, აბსოლუტური გონების გაგებით. ანუ ის არის გაიზთი, ხო? ხო და არსებობს, ანუ გაიზთის შემეცნება, ინტელექტის და აღქმის. პირველადი, ანუ ეხლა რატო არის კანტის ფილოსოფია ტრანსცენდენტალური იდეალიზმი. ესე იგი მოიაზრებს ესეთ რაღაცას, რომ ამბობს, რომ ანუ თუ არის, ესე იგი როგორ ვთქვა, დავარქვათ იმედია მაპატიებს, სადაც არის როგორც დავარქვათ ესე, ანუ გავარეთიანოთ მოკლედ აი აპერცეფციული აღგზნება როცა არის, ხო? ადამიანში, ანუ გონებაში, მაშინ ანუ ეს ნიშნავს აპერცეფცია ნიშნავს მიმღეობას, ანუ აღქმითი აღგზნება, ხო? ანუ გონება მოწოდებულია, ანუ ადამიანი მოწოდებულია რაღაცის მიღებისკენ. ანუ ცოდნა იქნება, ემოცია თუ რა ვიცი, რაც არის, ნებისმიერი რამე, ხო? ნებისმიერი რეალობა რომ მიიღოს, ამისთვის, ანუ აი ეს აღგზნება როცა ხდება, მაშინ იწყებს რაღაცების გაგებას, ხო? და ტრანსცენდენტალური აპერცეფცია ნიშნავს ზუსტად მაგას, რომ თუ ეს ანუ ეს თუ დაკეტილია, მაშინ საგნები ადამიანები, აი შეიძლება ეხლა თქვენ იჯდეთ ჩემს წინ და მელაპარაკებოდით, მაგრამ თუ აპერცეფციული აღგზნების მომენტი არ არის ჩემში ჩართული, თითქოს არ გელაპარაკოთ. თითქოს არ ინტერაგირებდებთ ჩემ და ანუ ეგ არის ზუსტად რომ ანუ ტრანსცენდენტალური აპერცეფციის ეს აპერცეფცია ნიშნავს მაგას. ეგ არის ფსიქოლოგია, ანუ ფსიქოლოგია რა არის? ანუ ფსიქეს შესახებ მეცნიერება, ხო? ანუ ფსიქეს შესახებ მეცნიერებაში არის ეგ მომენტი, ანუ ტრანსცენდენტალური აპერცეფცია, რომ ანუ მიმღეობისკენ ღიაობას ნიშნავს, ხო? მაგრამ შეიძლება ეს ტრანსცენდენტალური აპერცეფცია და როცა არის აპერცეფციული აღგზნება, მაგ დროს შეიძლება თქვენ თუ რამე ინფორმაციას მაწვდით, ხო? დაუშვათ მელაპარაკებით. ან თუ მევაკვირდები რაღაცას, ანუ რეალობისგან რაღაცა, შეიძლება იყოს ის, რომ პირველადი მიმართება არის წარმოდგენითი საგნებთან, კანტის მიხედვით და შეიძლება წარმოდგენა მოგვატყუოს. ანუ მე თუ ან ვიღაცას და შეიძლება მიიყვანოს, ნუ ეს ფსიქოლოგებმა უკვე კარგად იციან, შეიძლება ადამიანი მიიყვანოს აფექტურ მდგომარეობამდე რა. აფექტურ მდგომარეობამდე. აი თეთრ ბაირაღებში რო არის ეს ფილმი, სიძეს რო კლავს აფექტურ მდგომარეობაში. ნუ ეგ არის აფექტური მდგომარეობა რა. ანუ გადაეკეტა, თქვა გადაეკრა და აღარ იცის, ხო, ეგ არის, ანუ შეიძლება აფექტურ მდგომარეობა მიიყვანოს. ოღონდ ეგ არ გვაინტერესებს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ანუ პირველ საწყისზე პირველადი მიმართება, ანუ კანტი ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ წარმოდგენას აქვს უფლება, რომ იფანტაზიოროს, მაგრამ ინტელექტს აქვს ვალდებულება, რომ იაზრონოს. ანუ ინტელექტმა რომ ფანტაზიორობა დაიწყოს, ნიშნავს, რომ სულ არაფრის გამო ამ ადგილიდან იმ კარებამდე მიხვიდე შეიძლება აფექტურ მდგომარეობაში. არაფრის გამო. აი ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ მიწვდე საგნების და მოვლენების და ადამიანის რეალობის ზოგადად ნამდვილ არსს. ანუ დააკარგო ადეკვატურობის შეგრძნება, როგორ ვთქვა, ანუ არაადეკვატური გახდე, როგორც მოაზროვნე, როგორც ადამიანი და ასე შემდეგ, ხო? ანუ პირველად, ანუ სამი საფეხური ხო არის, ტრანსცენდენტალური აპერცეფციის საფეხური, წარმოდგენებიდან ეს წარმოსახვა და რაღაცა, მერე ინტელექტის სფერო და მერე გონების და, ნუ გონების სფეროზე უკვე ლაპარაკი აღარ არის, იქ ფანტაზიურობა ვეღარ აღწევს კანტისტვის. იქ ფანტაზიურობა ვეღარ აღწევს, იქ არის დიალექტიკური მომენტი, რომ ან ესეა და ან ისე, ანუ სრული განსჯის არის სამეფო არა, სადაც შემოდის ისეთი ცნებები ღმერთის, სულის და ასე შემდეგ და ანუ მაგას უკვე მიდის რომ მაგასთან დაკავშირებით ვარდება ადამიანის გონება ანტინომიებში რა. ანუ ღმერთი არსებობს, არ არსებობს, სამყარო სასრულია არ არის სამყარო სასრულია არ არის სასრული, არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი თუ არსებობს თავისუფლება თუ არ უკაცრავად თუ არსებობს მხოლოდ ბუნება, ანუ დიალექტიკა, ხო?
და ესეთ რაღაცები. ნუ ეხლა ზოგიერთ კითხვას გასცა პასუხი, მაგალითად სულის მეცნიერებებში, ანუ ფსიქეს შესახებ ფსიქოლოგიურ იდეებში გასცა ეგეთ კითხვას, ეგეთ პასუხი, ანუ სული სასრულია თუ არ არის სასრული, თქვა ადამიანმა ეგეთი რაღაცა, რომ სხეული არის მოკვდავი, კვდება. და ამით მთავრდება გამოცდილების უნარი. ანუ ვეღარაფერს ვეღარ გამოცდის, მოკვდა. მაგრამ სული არისო მუდმივი. ანუ სული არის უსასრულო, ცოცხალი რჩება, იქამდეო, ნუ ძალიან კეთილია ბუნებით. ინტენსიური ბუნება. ეგეც და მაგრამ სიკვდილის მერეც ადამიანის სიკვდილის მერე სული ირჩევს სიცოცხლესო. იქამდე მაინცო სანამ ვინმე არ დაამტკიცებს ამის საპირისპიროს. ანუ მოდით და შევედავეთ, ეს რაღაც გამოვიდა რა. ანუ მოდით და შევედავეთ, რომ ესე არ არის ხა ვინ შევედავება მაგაზე, ხო? ეხლა ტერტულიანი რო იყოს ცოცხალი რაღაცას გამოუძებნიდა შეიძლება ეხლა კაცმა თქვა, რომ ხო იცით? ტერტულიანი რა? არა, ეგ არაფერი არ არის ეხლა, მაგით არაფერი არ გაიგება. მოკლედ დიდი ამბავი ხო იყო ატეხილი ანტიკურობაში, რომ ღმერთიო, აბა თუ არსებობს და ყოვლის შემძლეო და სტიზეთი და ტერტულიანემ მოუხაზა ეგეთი რაღაცა თქვა, რომ აიო, ამ კითხვაზე თუ მიპასუხეთო, რომ ღმერთს თუ შეუძლია, თუ ღმერთი ყოვლის შემძლეაო და ანუ ეგ თუ არისო მაგის ერთ-ერთი პრედიკატიო, ხო? აღწერით. ანუ ყოვლის შემძლეობა თუ ახასიათებსო, მაშინო თუ ღმერთს შეუძლიაო შექმნასო ისეთი ქვაო, რომელსაც ვერ აწევსო. ანუ თუ შეიძლება თუ ყოვლის შემძლე ხარ, უნდა შექმნა ყველაფერი, ხო? და თუ ვერ აწევ, არა ხარ და თუ აწევ, ესე იგი ყოვლის შემძლე არ ხარ, იმიტომ რომ ის დაიყვა. იმიტომ რომ ესე იგი ისეთი ვერ შეგიქმნია, რომელიც ვერ აგეწია. მოკლედ. ეს ტერტულიანე ამომგდები იყო ძალიან. ძალიან ისეთი. ხო, კითხვა? მინდა გონების კრიტიკაში როგორც განსაზღვრავს გონების არქიტექტონიკას, რომ ესე იგი ერთი მხრივ დოგმატურ ფილოსოფიასა და მეორე მხრივ სკეპტიკურს შორის ადგენს ახალ გზას, ანუ კრიტიკულს და აი კრიტიკული აზროვნების გაგება კანტისეული როგორი არის? აი ჩვენ დღეს შეიძლება კი გვაქვს თანამედროვე საზოგადოებას ჩვენი შეხედულება რა არის კრიტიკული აზროვნება. მაგრამ აი კანტი რამდენადაც კრიტიკული ფილოსოფოსი არის და ეს სიტყვა ამ სიტყვის ასე თქვათ, თუნდაც დღევანდელობაში აქტუალურობა მასზე არის დამოკიდებული, მას როგორ ესმის ანუ კრიტიკულობა? კრიტიკა ნიშნავს, რომ საკუთარი გონების პრიზმაში გაატარო ყველაფერი ის, რაც მიღებულია ისე, როგორც არის მიღებული. ანუ შენებურად გადასინჯო. და ამავდროულად პრაქტიკულ გონებაში დაუშვა რაღაც იმედები, ხო? ამასაც. ეგ უკვე ნიშნავს, რომ ეგ უკვე სინთეზური მსჯელობაა. აი მაგალითად, ეგ უკვე სინთეზური მსჯელობაა რა. ანუ კრიტიკა ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად ნიშე, ხო? ნუ ისე ეხლა კანტი ზოგადად სქემა რა. ანუ მაგალითად ნიშენ დაწერა არა აქტუალურები, ხო? ანუ ორ წიგნად გამოსცა არა აქტუალურები, ხო? ისტორიის შესახებ. და იქ აკრიტიკებს ისტორიას. ანუ და იქ ამბობს, რომ აი ეს უნდა დავივიწყოთ ისტორიაში, ეს უნდა არ უნდა დავივიწყოთ ესა და ისე, იმიტომ რომ ეს არის მავნე, ეს ხრწნის გონებას, ადებილებს ადამიანს, აშტერებს, ამაშვება და თვითონ გერმანიის ისტორიაზე ელაპარაკი რა. და რო არსებობს იქ ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი მეხსიერების უნარი ადამიანში და რატო ეჯაჯები მაინც და მაინც იმას და მოდი ასე იაზრონ და რაღაცა. ეს არის კრიტიკა, მაგრამ სინამდვილეში ყველა კრიტიკა, როცა იწყება, ხო, აქვს მეტაფიზიკური საფუძველი. ანუ რის საფუძველზე? აი რაღაცა ნებისმიერი რამე. აი რაღაც ორი რაღაც დევს, ხო და მე შევხედე და რაღაც აღმოაჩინე, რომ არ მომწონს ესე როგორც დევს, რის საფუძველზე არ მომწონს. ესე იგი რაღაც კონტრ-აზრი მაქვს იმასთან დაკავშირებით. ანუ კრიტიკა შეუძლებელი კრიტიკა როგორც ასეთი თითქმის შეუძლებელია მეტაფიზიკური საფუძვლების გარეშე.
ანუ თუ უკვე არა გაქვს, მაშინ თუ უკვე არა გაქვს რაღაც კონკრეტული აზრი, კონტრ-აზრი ან პრო-აზრი, მაშინ იმის გაკრიტიკების, იმ რაღაცის ძალიან პატარა რაღაცა იყოს ან ძალიან დიდი რაღაცა იყოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, აზრათაც არ მოგივა იმის გაკრიტიკება. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენს რაღაც ნორმას ვერ აკამაყოფილებს ის რაღაც, როგორც არის ისე. და ამიტომ აკრიტიკებ. იმიტომ რომ შენი უნდა აწარმოო რა. უბრალოდ ეხლა მოგცემენ თუ არა მაგის საშუალებას, ეს უკვე სხვა საკითხია, რომ შენი აწარმოო. თორე კრიტიკა ეგ არის, ანუ ნებისმიერი საგანი მოვლენა ადამიანი ნებისმიერი რამე გაატაროს შენ გონებრივ პრიზმაში. ისე როგორც არის ის. და მე შენი გამოიტანო, შენი გარდაქმნა. ხო, საინტერესო არის კიდე ლიმიტი, შემეცნების ლიმიტი რა არის კანტისთვის. ანუ ადამიანი თეორიულად რა შეუძლია შეიმეცნოს. ადამიანს შეუძლია შეიმეცნოს ეს ტრანსცენდენტალური ეს სამი საფეხური არსებობს შემეცნების ამის მიხედვით პროლოგის ტრანსცენდენტალური აპერცეფციის მიხედვით შეიმეცნებს იმას რომ ადამიანის სული არის უსასრულო ანუ სხეული არის მოკვდავი ეგ არის მაგის მაქსიმალური მისადგომი რასაც შეიძლება მიაღწიოს ანუ ფსიქოს შესახებ მეცნიერებაში ფსიქოლოგიის უნარში მაგის მეტი არაფერი აღარ არის. ანუ ეგ არის ყველაფრის ბოლოვადი კითხვა. ანუ რატო გაჩნდა ეს კითხვა ახლა მაგას თავისი ფსიქოლოგიური მომენტები აქვს, ხო? არის თუ არა ადამიანის სული მოკვდავი, ანუ არსებობს თუ არა, ანუ მე რომ მოვკვდები, მე თუ გავაგრძელებ. ანუ იმიტომ რომ რეალობაში სინამდვილეში ადამიანს მართავს სიკვდილის შიში. ანუ ყველაფერი დაიყვანება სიკვდილის შიშზე რა. ეხლა ნებისმიერი შიში მე თუ ახლა ამის დალევის მეშინია რაღაც მომენტში, იმიტომ რომ მეშინია სიკვდილის შიშის, ხო? აი თუნდაც ამის შიში იყოს, ან გზაზე გადასვლის შიში, რა ვიცი, ბავშვს ამბობენ ხოლმე, აი ბავშვს რაღაც შიშები აქვს, რაღაცა, ნუ რაღაცა. რო დაუკვირდა ეს ყველაფერი დაიყვანება სიკვდილის შიშზე და ნუ მე-19-20 საუკუნის ფსიქოლოგია მაგაზეა აგებული, რომ ანუ რა შიშები მართავს ინდივიდს რა. აი ტკივილის შიში რატო მაგალითად სიკვდილის შიში? ხო, აი იცი რომ ტკივილის შიში ყველაფერი დაიყვა, ანუ მაგას რომ მივყვეთ, ტკივილის შიში რა არის, ხო? ანუ ტკივილის განცდის შიში. ანუ შეიძლება იყოს იმას უნდა დაეკითხოთ თვითონ ვისაც აქვს ტკივილის განცდის შიში. და გიპასუხებ თვითონ ბევრი სხვადასხვა ფობია არსებობს. ბევრი სხვადასხვა ფობია არსებობს, სინამდვილეში ყველაფერი არის შეკითხების რეჟიმზე თუ გინდათ მიკროფონს მოგაცვლით გინდათ და შეკითხებით შეიძლება რომ ჩავწეროთ. იმიტომ რომ ეგ არის ანუ ადამიანს ორი რაღაცა მართავს ადამიანს რა როგორც მე მგონია როგორც არის ალბათ როგორც თვით გადარჩენის ინსტინქტი ხო მაგისი საპასუხო არის სიკვდილის შიში რომ აი მე ერთ დღეს აღარ ვიქნები ხო და აქედან გამომდინარე აკეთებს ადამიანი ისე რომ სანამ ცოცხალია ანუ სანამ აქვს სხეულიც იქ გააკეთოს ყველაფერი ისე, რომ ანუ სულ მუდმივად ორ ამპოლოს შორის არის რა. ანუ რაც შეიძლება შორს წავიდეს სიკვდილიდან. სინამდვილეში ყველა შიში დაიყვანება სიკვდილის შიშზე. და მე ბოლოს უკვე, ბოლო ფსიქოლოგიის ბოლო, ესე იგი მიღწევები, ასე ვთქვათ, გამოკვლევები არის, რომ ესეთი რაღაცას დააფიქსირეს, რომ ადამიანს აქვს შიშების შიშიც კი. ანუ შიშები, ხო, ანუ რაღაც შიში განიჩანცა და მე კიდე რაღაც შიში განიჩანცა და ვერახსნა და მე რაღაც მომენტში კარგად არის და ეშინია რომ აი მე ხვალ ისევ შიშები რომ მომიბრუნდეს და მეშინოდეს და კიდე რომ მეშინოდეს და ნერვოზი რატო არის 20 და 21 საუკუნის მთელი ის რა ქვია, ანუ როგორ თქვა, დაავადებაა რა, ჩვეულებრივი ანუ ნერვოზულ მდგომარეობა. რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი, იმიტომ რომ ინფორმაციული ზღვა დაიწყო. აი რა შეიძლება ბავშვებს ქროსან შიშები სიკვდილის შიში. ბავშვს ყარა ამისა. ინსტინქტის არა, მასე ვერც უფროსი ვერ გრძნობს. რო სიკვდილის ეშინია. არა, თვერია. ჩვენი ინსტინქტი მოქმედებს
კი. არა, მასე ვერც უფროსი ვერ იაზრებს, მასე ვერც უფროსი ვერ იაზრებს. ის ისტორიაც მაგითო ხო შევიდა. ისიც ინსტინქტის დონეზე ხავის გადარჩენის თვითგადარჩენის ინსტინქტი გამოშოვებს, მაგრამ რაღაც არის ჩემზე მაღალია. ის ორი კომპონენტი არის, ცხოველისგანაც განაცხადი და არას თქმა. კი, არას თქველი არსება. ცხოველს შეუძლია მარტო კი. ადამიანს შეუძლია არა. და ინტეგრირებულად რო განვიხილოთ ახლა აი სიკვდილიშიც და თვითგადარჩენის ინსტინქტის. ეს ხო ცხოველსაც ახასიათებს, მაშინ განმასხვავებელი ამ შორის არის ისევ ეს კი და არას. ხო, ნახე, აი დაუკვირდი მან როგორ არის. ცხოველს შეუძლია, აი მაგალითად თუ არ შეჭამს, ავიღოთ დებულებად, საჭმელს თუ არ შეჭამ 40 დღე კვდება ადამიანი, ხო? წყალს თუ არ დალევა, რა ვიცი, 5 თუ 7 დღე კვდება. კარგი, წყალზე თქვათ, უფრო ნაკლები დროა. წყალს თუ არ დალევს 7 დღე, ადამიანი კვდება. ცხოველს მოწყურდა, წავიდა და დალია წყალი. მაგრამ ადამიანს წყურია, იცის რომ 7 დღეში, 5 დღეში, 7 დღეში მოკვდება, მაგრამ დაუშვათ ასევე ერთი ჭიქა წყალია, ანუ გადარჩენისთვის მინიმუმ წყალია, ხო? მინიმუმი რაოდენობის. ყავს შეიძლება რაღაც მიზეზი, არ ვიცი, შეიძლება მეორე ადამიანი ყავს. ისიც ამის მდგომარეობაშია. შეიძლება იყოს, არ ვიცი, შვილი, საყვარელი ადამიანი და რაღაცა, ხო? იმისთვის შეიძლება უარი თქვას. და იმას დაალევნოს წყალი. და ის გაუშვას სიცოცხლეზე, თვითონ წავიდეს სიკვდილზე. ცხოველს ეს არ შეუძლია. ანუ არას ცხოველი ვერ იტყვის. იმიტომ რომ იმას არ აქვს განსჯის ფაკულტეტი. მიხდი. ანუ თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომელიც ამოძრავებს ადამიანს. ანუ მოძრაობა რატო არის? რაღაც ნაკლოვანების განცდა და იმიტომ გადაადგილდება ადამიანი, თორე ბუნებრივ მდგომარეობაში არაფერი არ ხდება, დაიბადე და მოკვდი, შეგეძლება იჯდა ესა და არაფერი არ გააკეთო. ხო, ანუ ეს გადაადგილების მომენტი როცა არის, ეგ ნიშნავს, რომ არის რაღაც ნაკლოვანება რა. რაღაც არის, რაღაც გამო. კაი, ეს ანუ მოძრაობა რისთვისაც იბადება თვითგადარჩენის ინსტინქტი, ხო, ანუ არ გინდა რაღაც იყო ცუდად, არ გინდა რა ვიცი, რაღაცა, ანუ ნეგატივი არ გინდა, რაღაც პოზიტივისკენ იწევ, ხო? და ეს იმიტომ, რომ აქეთ მხარეს ელოდება მეორე რაღაც მომენტი, რომლისგანაც უნდა რომ გაიქცეს. ანუ გაახანგრძლიოს იქამდე მისვლის მომენტი, ხო? იცის რომ მოკვდავია, ხო, ადამიანი? ანუ ის რომ გაახანგრძლიოს რა. თორე რის საფუძველზეც მოძრაობა ხდება, ეს არის გადარჩენის ინსტინქტი. ხო, მოძრაობა ნებისმიერი ფიზიკური გაგებით თუ მოძრაობა გონებრივი გაგებით, რა ვიცი, რაღაც სხვა გინდა ისწავლო, შეიმეცნო, ვიღაც გინდა გაიცნო, ვიღაცას გინდა დაუახლოვდე, ურთიერთობა გინდა, ან ურთიერთობის გაწყვეტა გინდა. თუ ურთიერთობის გაწყვეტა გინდა ნიშნავს, რომ ის რაღაც ინსტინქტურად გრძნობრო სიკვდილთან გაახლოვებს და იმიტომ გინდა იმ ურთიერთობის გაწყვეტა სინამდვილეში. და ესეთი რაღაცები რა. ხო, ოღონდ ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს შეუძლია თქვას არა. საჭირო მომენტში. აი თუნდაც სიკვდილზე მიდიოდეს, შეუძლია არა თქვას და ცხოველს ეგ არ შეუძლია. ანუ მორალური ის არ აქვს. განსჯის უნარი რა. ეგეთი რაღაცა. არ შეძლება შეუძლია ცხოველს. რა შეუძლია? არ შეძლება. თავშეწირვა. პატრონისთვის. აბა არ ვიცი ახლა მე ცხოველის ფსიქოლოგი. მაშინ ის ადამიანია. მაშინ გონებრივი ყოფილა მაშინ. იცი რა შეკითხვა მაქვს? აი შენ როგორ ფიქრობ, კანტის ფილოსოფია რა ეტაპამდე მივიდა, ანუ თუ არის შენთვის კანტის ფილოსოფიაში რაღაც სუსტი მხარე, თუ ესე უყურებ, რომ კანტმა უბრალოდ რაღაც ეტაპამდე მიიყვანა და მერე გააგრძელეს. ეხლა კანტი ზოგადად ძალიან ძლიერი მოაზროვნეა. ძლიერია ფორმაშიც და ძლიერია შინაარსშიც. ანუ როგორც წერს და იმის შინაარსი, რასაც წერს, ორივე ძალიან ძლიერია რა. ნუ ეხლა პირველი ადამიანი იყო, რომელიც ალაპარაკდა მსოფლიო სამართალზე, ხო? და ხო, და მერე დაიწყო მაგის მერე, ანუ რომ ესე იგი შესაძლებელია შეიქმნას რაღაც ხო, ნუ ეხლა ვიღაცები მიაწერენ, რომ გაერო არის ვითომ ეგ, მაგრამ
ვიღაცებს თავის დროზე ესეთი ლაპარაკიც იყო, რომ საბჭოთა კავშირი იყო მაგისი გამოხატულება და ასე რაღაც პატარ-პატარა დაჯგუფება არის და ვიღაცას კანტი აქვს საკითხული და გონია რომ აი ამაზე სინამდვილეში კანტი ლაპარაკობდა თავისუფალ ხალხთა ფედერაციაზე. თავისუფალი ხალხის ფედერაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა სოციუმს აქვს თავისი კანონი, თავისი ტრადიცია და ეს არ არის ანექსირებადი და არ არის ანექსირებული. ანუ ის კი არ არის რომ მე უფრო დიდი სახელმწიფო მოვედი და შენ ჩემ ქვეშ უნდა იყოთ და მახსოვს კოსმოპოლიტიზმზეც კი, კოსმოპოლიტიზმზე არ, კოსმოპოლიტიზმია, პირველი კოსმოპოლიტისტია კანტი და მაგის მერე წაიღეს მერე კოსმოპოლიტიზმის ცნება კონტრაქტუალისტებმა უფრო პოლიტიკურ აზროვნებაში. ნუ ეხლა კონტრაქტუალისტური აზროვნება რუსოდან იწყება, ხო? ოღონ კანტთან გახდა კოსმოპოლიტიკური. ანუ კანტის აზრით შესაძლოა დაიწეროს და რაც მოხდა მერე, დაიწერა დედამიწაზე ის რა ქვია, დედამიწის ყველა წევრი სოციუმისთვის კანონი და სამართალი, რომელიც ყველაფერს მოაწესრიგებს რა. ლიბერალიზმის არ ვიცი რამდენად უფრო რესპუბლიკანელია კანტი სინამდვილეში. მაგაზე კრიტიკა ხო არა რომ რესპუბლიკები არისო ყველაზე ანუ აუცილებელი რომ მშვიდობა შეენარჩუნდეს სახელმწიფოებმა არის ოღონდ და რესპუბლიკური მმართველობა არ არის საკმარისი დღეს მაგის შეიძლება მონარქიული იყოს. სამართლებრივად რო არის. არა, ეგ ესე ადვილად ვერ მივაწებებთ ტერმინებს. ხო, ანუ თვითონ ამბობს რომ გულწრფელს რესპუბლიკა. კი ბატონო, კი. კაზე რესპუბლიკა. ხო, არა, კი, რა იტყვის თვითონ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას ამბობს ახლა მე რასაც გეტყვით. ესე იგი, ზოგი სოციუმი მოწყობილია ისე, რომ აქვს მონარქიული და მონარქისტული ტენდენციები და აზროვნება. მაშინ ის სოციუმი უნდა დარჩეს ისე და ვიღაცამ არ უნდა უბრძანოს რომ შენც ლიბერალი გახდი. ვიღაცა სოციუმი, მაგალითად არ ვიცი, ქართული მოწყობილია ისე რომ ანუ უფრო რესპუბლიკურია, რა ვიცი მე, ან რაღაცნაირი არის, არ ვიცი, ნებისმიერი. ანუ ეს ცნებები რო არსებობს პოლიტიკის აზროვნებაში, მონარქია, რესპუბლიკა, რა ვიცი, თუ გინდა ტირანია იყოს, ხო? რომელიღაც სოციუმი თვლის, რომ ანუ სხვანაირად ვერ მოწესრიგდება იქ სიტუაცია თუ არ იყო ტირანია, რა ვიცი, თუ გინდათო ტირანიაო, ვიღაცას თუ თქვენ ხალხი ტირანიას ითხოვთ, ტირანია გყავდეთო. უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ ანუ ერთი მეორისგან უნდა გაიმიჯნოს რა. ანუ ვიღაც არის უფრო ძლიერი და ვიღაც არის უფრო ნაკლებად ძლიერი სოციუმი, იმ ძლიერმა იმ სუსტს არ უნდა უბრძანოს, რომ მე ვარ ტირანიულად მოწყობილი ან მონარქიულად და შენც მონარქიულად მოეწყვე. ანუ ამას ნიშნავს პლურალიზმი ზოგადად, პოლიტიკური პლურალიზმი, კოსმოპოლიტიკური გაგებით, აი ის თქვენ რასაც ამბობთ, ხო? ამას ნიშნავს რა. ანუ შენ და ვიღაც სოციუმს ასე აქვს ტრადიციაში, ხო? ეხლა რა ვიცი, მუსულმანურ სამყაროში ხა არაბეთის ქვეყნებს დღემდე ყავთ მეფე. ჩვენ ხო არ ყავს. ვიღაცას ყავს პრეზიდენტი, ვიღაცას ყავს მონარქი, ვიღაცას ყავს ორივე. ანუ იმიტომ რომ იქ ისეა, სხვადასხვანაირად არის ყველა და კანტი ამბობს რომ ეს უნდა დარჩეს. ხელშეუხებლობის კანონი არსებობს, ეს უნდა დარჩეს ყველაფერი ესე როგორც არის და ნუ აღარ რჩება მოსაწესრიგებელი ვაჭრობის და ომის კანონი რა. ხო, ხალხის მიერ არჩევლებ თუ სწორად მაგ თემაზე გამუშევარი მაქვს. აბა გისმენთ. ანუ ხალხი ხო მაგას ამბობს, რომ ხალხმა უნდა აირჩიოს ის რესპუბლიკის. ეგ არის იდეალი. ხო, იდეალი. ეგ არის იდეალი, ანუ რაპრეზენტაციული მეთქი უცრავად. წარმომადგენლობითი მმართველობა. წარმომადგენლობითი მმართველობა არის იდეალი. ნუ ეხლა კანტთანაც არის იდეალი, რა თქმა უნდა და ზოგადადაც არის როგორ თქვა პოლიტიკური აზროვნებაში, ანუ ყველაფერში ხო არის იდეალები, რომ აი ხო ეს რეალობაა და ესეა, მაგრამ იდეალიც არსებობს. აი ეს რო გვინდაო, აი ეგ არის ზოგადად წარმომადგენლობითი მმართველობის იდეალი არსებობს რა. და რას ნიშნავს, რომ ესე იგი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ისა რა ქვია ინსტანციები არის გამიჯნული. ანუ აღმასრულებელი მოხდა კანონდარღვევა, ხო?
აღმასრულებელი არის ცალკე და კანონმდებელი ორგანო არის ცალკე. კი. ანუ კანონმდებელი ორგანო არ აღასრულებს სასჯელს, აღასრულებს სასჯელ აღმსრულებითი ორგანო რა და პრეზიდენტი თუ არსებობს, მმართველი თუ არსებობს, იმას არ შეუძლია ვიღაცამ რაღაცა დაუშავა, წავიდა, ხო, ანუ თვითონ რაღაცა გააკეთოს. ისა წარმოადგენს ხალხის სურვილს. ეს ტენდენცია გასაგებიც არის ნაპოლეონის შემდეგ რაღაც გაგებით ნაპოლეონს და კანცაც ადარებენ, იმიტომ რომ ეს ტენდენცია რო ყველას თავისი მოწყობა უნდა ქონდეს რაღაც ნაპოლეონის პერიოდში უფრო გამძაფრდა და ჩაისახა გერმანელებმა რაღაცნაირად თეორეტიზაცია მოახდინეს ამის და სხვა მიმართულებით ეს ერთი საერთაშორისო მიმართულება არის. ამაზე ძალიან ძლიერია მაგისგან დაიწყო ყველაფერი, მაგისგან დაიწყო კოსმოპოლიტიზმი, როგორც აზროვნება, რომელიც მერე დაუპირისპირდა ნაციონალიზმს რა. ხო, ანუ შეგიძლია იყო კარგად მოწყობილი სოციუმი და ასე შემდეგ, ანუ იყო საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე იმის გარეშე, რომ მაინც შენი რაღაც ნაციონალური რაღაც ციკები ვიღაცას თავზე არ მოახვია. ზუსტად ის აზრი, რომ შენც მონარქისტული გახდი, ან შენც წარმომადგენლობითი გახდი. ის მონარქიულია, იმას ისე მოსწონს რა ვიცი, ისე ცხოვრობენ და თუ მოვა და შემომჩივლებს, რომ აი მაგალითად მამცირებენ რაღაცა, მშვენიერ წავალ და კი მივახმარებ, მაგრამ სხვათა შორის მაგას გამორიცხავდა, რომ ანუ ერთი მეორის სახში არ უნდა ჩაერიოს სიტუაციაში. იქაც როგორც უნდა ისე. რაღაც მომენტში დაუპირისპირდა რეალიზმსაც ეგ. ძალმომრეობის ნაწილში. ხო, რა თქმა უნდა, ეს იდეალია რა, რომ ანუ ეს არის მიღწევადი. მაგრამ კანც მაგრამ ძალიან შეეროდა, რომ ერთ დღესო დამყარდება სამუდამო მშვიდობა, როცა ყველა სოციუმი გაიაზრებს, რომ არის თვითკმარი, ანუ თავის თავს, ანუ როგორც ჭავჭავაძე იტყოდა, ჩვენი თავი ჩვენად ვეგვეყუდნესო, ხო? ანუ თავის თავს თვითონ მართავს და თვითონ არის თავის პატრონი, ყველა სოციუმი თუ ამას გაიაზრებს, მაშინ თავისუფალი ვაჭრობის და ომის პრინციპებშიც შეთანხმდებიან რა. ეს არის კოსმოპოლიტიზმის იდეალი. და ნუმერე იქ კანონებია ახლა, ხო? ანუ კი. და თეორიულ ფილოსოფიაში. თეორიულში, აი ახლა არ ვიცი აი ეს ცოტა რაღაცა აი იქ ხო მიყავს აი იქამდე რომ აი ეს სამი საფეხურობრივი შემეცნება რო არის რა. აღქმითი, მერე გადასინჯვადია ობიექტურია თუ სუბიექტური, თუ ობიექტურობის პრიზმაში კარგად ვერ გაიარა, მაშინ სუბიექტურია და ესე იგი არავალიდური რა. ანუ თუ ფალსიფიკაციის და ვერიფიკაციის მეთოდები იმაში რა ქვია, მეთოდში, ანუ გადასინჯვაში ვერ გაიარა, მაშინ პოპერ განავითარა მე რეგაზრი, ანუ მაშინ არის რაღაცა მომეჩვენა. ანუ ჩემმა ტრანსცენდენტალურმა აპერცეფციამ ესე ვთქვათ, იფანტაზიორა რა აფექტის მდგომარეობაში, ან აპერცეფციული აღგზნების მომენტში, აი, რაღაცა განწყობა მქონდა მე თვითონ ისეთი, რომ რაღაცა მომეჩვენა რა. კაი, ეხლა მე გადადის ინტელექტის იმაზე რა ქვია, საფეხურზე და იქ უკვე ეხლა ის არის რა ქვია, მოთხოვნაა და ვალდებულებაა, რომ ეხლა იქაური ფანტაზიები აქ არ გადმოიტანოთ, აქ მარტო ვაზროვნებთ რა. და ანუ ეს უკვე წარმოქმნის ანუ ინტელექტს, ანუ ეს არის ამის ძლიერი მხარე, რომ ანუ ინტელექტი გამოუწერს ნორმებს, აი წეღან თქვენაც კითხეთ, წეღანაც ხო, კრიტიკა თუ აი ინტელექტი რო ჩაერევა, იქ უკვე კრიტიკა შესაძლებელია პირველ საფეხურზე, მარტო ისე რა, ანუ რაღაცა ავიღე რაღაცა გადამამუშავე და ვითომ კრიტიკა დაარქვეს, მაგრამ კრიტიკას რო არ მოწარმოებ და ინტელექტი როცა ერევა, ხო? ეგ უკვე ნიშნავს, რომ შენ წესს უწერ. ანუ შენი რაღაც გამოგაქვს რა. აი მაგალითად, ინტელექტის ესე ანუ ოპერირების, ანუ ინტელექტის ფუნქცია რა არის კანთან? მაგალითად, ესეთი დებულება ანუ ინტელექტის ფუნქცია არის, რომ რეალობას, ნებისმიერ ტიპის რეალობას, იქნება ფიზიკის რეალობა, მათემატიკის რეალობა, არ ვიცი, არსებული ნებისმიერ ადამიანი მოვლენა, ნებისმიერ რამეს გამოუწეროს კანონი, წესი, უпростоრად. გამოუწეროს უნივერსალური წესი. ხო, ესე იგი, მაგალითად ესეთი დებულება აღწერა რა, ჯერ ავწერთ. ესე იგი, რომ
როდესაც მზე ან მაგალითი მოყავს ესეთი ამისთვის და ამის მაგალითს ავიღებ პირდაპირ. როდესაც მზე ანათებს საგანზე, ის თბება. ანუ როდესაც მზე დიდხანს ანათებს საგანზე, ის თბება, ანუ საგანი თბება, ხო? ხო და ეს არის აღწერა და თუ ინტელექტმა, მარტო აღწერით არ დაკმაყოფილდა და გამოწერა კანონი ესეთი წესი, ესეთი რომ ესე იგი წესი არის უნივერსალური წესი არის ამისთვის ეს რომ მზე თავისი სიმხურვალით არის საგნის გათბობის მიზეზი. ეს უკვე წესია. ანუ დაადგინა მზეს და საგანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი, შეისწავლა და გამოწერა თავისი წესი. რომ ყოველთვის როცა ესე იგი ეს, ამ მზეს აქვს ის ფუნქცია, რომ თავისი სიმხურვალით იმასქნას, რა ქვია. გაათბოს საგანი, იმის მიზეზია. ეს არის უნივერსალური წესი. ეხლა გადასვლა ხდება მერე გონებაზე და გონების დროს გონებას ახასიათებს ის, რომ ჩავარდეს ანტინომიებში. ჩავარდეს ანტინომიებში, ოღონდ ესე იგი, ეს ყველაფერი ხო ამოიტანა გონების საფუძველზე, რომ იქ ფსიქოლოგიის დროს, კოსმოლოგიური იდეების დროს, ფსიქოლოგიური იდეების დროს და ასე შემდეგ. იქ არის კოსმოლოგიურ იდეებში არის, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი აინტერესებს და ის არის მარტო მუდმივა, ესე ვთქვათ რა. იმ დანარჩენი ყველაფერი წარმავალია, მარტო ეს კანონია უსასრულო. რომ მიზეზშედეგობრივი კავშირის გარდა სინამდვილეში არაფერი არ არსებობს. ყველაფერი დანარჩენი პროცესია, უბრალოდ წევრებია პროცესის წევრები. ფსიქოლოგიური იდეიდან ამოიტანა ის, რომ სული გადაარჩინა ესე ვთქვათ მოკვდავობას რა და იქ ისეთ შედეგი დადა, რომ ვინმე თუ არ დამიმტკიცებს საწინააღმდეგოს, მაშინ ესეაო რა. კეთილია, თორე სხვანაირადაც შეიძლება. კარგი. ხო, ეს ორი რაღაცა და და გონების საფუძველზე, დასვა ღმერთის ნიშნული რა. რომ ღმერთის იდეა არსებობს და აბა რატო არსებობს და იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია სხვანაირად რა. თუ მოიშალა ღმერთის იდეას თუ უგულებელყოფ, თუ მაშინ მიზეზშედეგობრივ კავშირს ვერ დაადგენ, იმიტომ რომ სინთეზის უნარი გაქვს უკვე დაკარგული და სულიც მოკვდავია რა, ის აღარ გაინტერესებს. იქამდე უკვე აზროვნება ვეღარც კი აღწევს რა, ესე ვთქვათ. ხო და ეს არის მაგის ძლიერი მხარე. ოღონდ ხა ოდნავს ცოტა სისუსტის მომენტი ცოტა არის იმ აზრით, რომ ეს წეღან რაც ვთქვი, კაი, გონებას კი ბატონო ახასიათებს წინააღმდეგობა, ხო, დიალექტიკა. წინააღმდეგობრივი, გონებას, ეგ მარტო გონებას ინტელექტს ახასიათებს წესის გამოწერა, მაგრამ გონებას წინააღმდეგობები ახასიათებს, როცა მისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ეხება საქმე, ხო? ისეთ პოსტულატებს, მაგალითად, რომელიც რეალობაში არ არის ღმერთის იდეა, სულის იდეა და ასეთი რაღაცები, ხო? მეტაფიზიკური ცნებები, წმინდა მეტაფიზიკური ცნებები. მეტაფიზიკა გამოდის, რომ არის ჩვენში. ხო, იქ კი არ არის სადღაც. ზოგჯერ გონიათ ხოლმე, რომ იმას გავს წეღან თავიდანვეც, როგორ ვთქვი, რელიგიურ, თეოლოგიურ აზროვნებას გავს, მაგრამ ეგ არ არის. კავშირების და აზროვნების ტიპი, მაგრამ ეგ არ არის, მარტო ეგ არ არის. ეგ ყველაფერი არის სინამდვილეში ადამიანის გონების უნარები. რომ იმაზეც ფიქრობს, იმაზეც და ასე. მეცნიერულად ფიქრობს. მიზეზშედეგობრივ კავშირზე ფიქრი, მაგაზე მეცნიერული არაფერი აღარ არსებობს, ხო? იმიტომ რომ მეცნიერება მაგით საზრდოობს, მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენით ყველაფერი, რომელ სფეროსაც ეხება მეცნიერება. ოღონდ ეს ცოტა რაღაც სისუსტის მომენტი იმ აზრით, რომ მარტო ეგ რა, თითქოს რაღაცნაირად არ არის განსაზღვრული, რომ ეს წრიული კუთხა, ოთხკუთხა წრე, მაგალითად, წრიული ოთხკუთხედი არის წითელი. ეს რაღაცა, ხო? თითქოს არ დასვა ნიშნული, როგორც ჩვენ დავშვით წეღან, რომ ოთხკუთხა სამკუთხედი ვერც კი მოიაზრება და იმის იქით არაფერი აღარ არისო. ისიც დიალექტიკურ ჯაჭვში მოაქცია რა. თქვა, რომ ამაზეც შეიძლება აზროვნებაო. და ეგ ცოტა ისეთი საკითხია ახლა. მაგაზე როგორ, თუ გაყვები იმ აზრს, რომ შეიძლება იყოს წითელი მწვანე ან რაღაცა, ხო? ეს ნიშნავს, რომ მაშინ რაღაცა ისეთი მეტაფიზიკა შეიძლება მოიგონონ ერთ დღეს,
რომელიც ისეთ რაღაცებს, ანუ მაშინ ენა უნდა შეიცვალოს რა. ისე დაშვება, თუნდაც კუთხეებიანი წრის გეომეტრიულად მაინც შესაძლებელი არის, იმიტომ რომ წრე როგორც წერტილებისგან შემდგარი უსასრულოდ, მაინც მათ შორის ხაზებს მოიაზრებს და კუთხე თვითონ ეს წინააღმდეგობრივი არის თავისთავად და ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა კანტის ფილოსოფიის, აი ზუსტად ეგ მაინტერესებს, რომ კანტმა დაადგინა, რომ გონება აწყდება წინააღმდეგობებს, მაგრამ ის არ უშვებს, რომ თვითონ ის საგნები არის წინააღმდეგობრივი, რასაც იკვლევს. ის აპრიორი გონებას აბრალებს ამ სისუსტეს. და მან სათხარ, აი როგორ უყურებ ამას. ხო და ამას ვიძახი რა. ანუ იქ ხო არის აი ეგ მომენტი, ეგ. ანუ იქ უკვე გაწყვეტილია ჯაჭვი. ანუ იქით არსებული უკვე მოუაზრებელია რა. ანუ ყველა კატეგორია დასახელდა ქვა, მცენარე, ცხოველი, ადამიანი, მე ადამიანის ტვინში რაც ხდება, ხო? ფრთიანი ცხენიც კი არსებობს ახლა სადღაც, იმიტომ რომ მოაზრებადია და რახან მოაზრებადია აქვს ლეგიტიმური უფლება რომ იარსებოს, იმიტომ რომ დღეს არა, მაგრამ შეიძლება ხვალ რა, ახლა აი წეღას იგიჟეს და შეშლილობაზე რასაც ვამბობთ, ხო? რა ვიცი, რომელიღაც საუკუნეში ვიღაცა ადამიანები მაგალითად ამოალპეს საგიჟეთებში, ანუ მანიკო, რა ქვია მაგას ქართულად, საგიჟეთი, ხო? ანუ შეშლილების სახლში ამოალპეს იმის გამო, რომ ამბობდნენ, რომ ერთ დღესო ძალიან მალეო ადამიანებიო ცაში იფრენენ ჩიტებივითო და გიჟი ხარო. და ვიღაცას ნამდვილად ჰქონდა თვითმფრინავის, დღევანდელი თვითმფრინავის სქემაც. და ანუ ამას მოიაზრებდნენ სიგიჟეთ. ხო? ანუ შეშლილად. ანუ ეხლა მაგის ჯერმეული ფორმულა წეღანას თქვი არის ის მარტივია ძალიან სიგიჟის შეშლილის ფორმულა, რომ ვიღაცა რაღაცას ფიქრობს ისეც შენ მიუღებელი არა, შენ რო ვერ იაზრებ. თუ მიუღებელია იმას მიუღებელს დაარქმევ, მაგრამ შენ რო ვერ იაზრებ. არ გიფიქრია ამაზე, თუ რა განაუნარი არა გაქვს. არ გიფიქრია ამაზე, ასე არ გიფიქრია და მგონია რომ ის არის გიჟი. ხო, მათ გააზრებაში არის ის მომენტი, რომ თვითონ გააზრება ერთი არის, მაგრამ რა არის საზომი ჭეშმარიტების, რომ თუ რაღაცას ვიკვლევ და აღმოვაჩინე იქ წინააღმდეგობა, ესე იგი იქ რაღაც არ არის სწორი. ესე იგი თავიდანვე იმ განწყობით შევდივარ, რომ მე ვიცი, რომ წინააღმდეგობა თავიდანვე გამორიცხავ. აი მან ზოგადად გააზრებადობის თემაც ალბათ რთულია, შეიძლება ეს ცალკეც განვიხილოთ, მაგრამ მან დიალექტიკა გონება რო ვარდება ამ ანტინომიებში, თვითონ ის იმ განწყობით არის კანტი, რომ თავიდანვე ესე იგი ეგ აქვს ჭეშმარიტების საზომად, შემეცნების საზომად, რომ წინააღმდეგობა არ უნდა იყოს. ხო, წინააღმდეგობა არ უნდა იყოს, მაგრამ ესე იგი იმის გამო აქ ესეთ რაღაცას ამბობს, იმის გამო რომ ადამიანმა მოიხერთოს რაღაც იდეა, თუნდაც ღმერთის იდეა, იმის მაგის გამოისობით, ანუ რომ მოიხელთოს, ანუ ადამიანს ხო აქვს ამბიცია, რომ აი გაითავისოს, ქართული კარგი სიტყვა, გათავისება, ხო? აი თითქოს თავისებურად თავისად მიიღოს, მიიჩნიოს, ხო, ასე ვთქვათ, ანუ თავის შემეცნებაში, უნარში გადახარშოს და ასე ვთქვათ, შეიმეცნოს და ის, ხო? ანუ როცა ადამიანი ამას იწყებს, სინამდვილეში ის როგორც იმ სფეროდან მომავალი წეღა რაც ვთქვით, აპერცეფცია, ანუ ტრანსცენდენტალური ინტელექტის უნარი და მე ეს მესამე, ხო? იქიდან გამოყვანილი და იქიდან გამოყოლებული, ასე ვთქვათ, ცნებებით მიდის იმ მესამე ინსტანციამდე და იძულებულია რომ ღმერთის პრედიკატს, რომელიც არის მარტო იმ ინტელიგიბელური სამყაროს პირველი ყოფიერი, ხო? იმასაც კი აი აქედან წაღებული, როგორ თქვა, ცნებებით მოეპყრას რა. გადასინჯოს, მიაწეროს მაგალითად ღმერთი არის კეთილი, იმიტომ რომ ანუ ადამიანების შესახებ და მოვლენების შესახებ და ასე შემდეგ სმენია ეს სიტყვა კეთილი, ხო? ან ბოროტი. ანუ ისეთ კატეგორიებს მიაწერს მესამე უმაღლესი ყოფიერის ინსტანციაში ისეთი კატეგორიები შეაქვს, რომელიც ინტელექტის ის არის მარტო, რომელიც მარტო ინტელექტის სფეროში არის აქტუალური და მოქმედი. და მესამე სფეროში სინამდვილეში არაფერს არ ნიშნავს და
მიაქვს კონტრადიქციები, მიაქვს მესამე სფეროში რა. იმიტომ რომ ინტელექტ რა წითელი ესეთი გასაზრდები არ არის. ეგ ფერების და სუნების და აღქმის სენსისმიერი ისინი რა ქვია კატეგორიები ინტელექტშიც არ მიყვება ადამიანს. ანუ იქ კაცრად ანუ სამი სფერო როა შემეცნების, ხო? ცოტა ხანში დავამთავრებ. სამი სფერო როა არ დავამთავრებ. ანუ სამი სფერო როა ეგ ნიშნავს რომ იმას აქვს თავისი ობიექტი, ამას აქვს თავისი ობიექტი და იმას აქვს თავისი ობიექტი, იმას აქვს თავისი შემეცნების უნარი, ამას აქვს თავისი შემეცნების უნარი და იმას აქვს თავისი შემეცნების უნარი. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს ამას ტრანსცენდენტალური აპერცეფციის დროს მე როგორც სუბიექტი შევიმეცნებ 5 ძირითადი შეგრძნებით. ვიღაცას მე-6 აქვს. მე-6 გრძნობა, ხო? 5 ძირი, ანუ ეს არის შეხების უნარი, ხო? სუნის, ხედვა, გემო და სმენა. 5 ძირითადი შეგრძნებით შევიმეცნებ. ანუ ვისმენ, ვუყურებ და ასე შემდეგ, ხო? ვეხები და ასე. თუ არის, მაგიტო არის ადვილი წარმოდგენა, რომ მოგატყუოს. თუ მაგალითად, რა ვიცი, ვიღაცა არის დალტონიკი, მაგალითად ფერებს ვერ არჩევს. იმის წარმოდგენა ფერებზე არის ხვანაირი, ჩვენი ჩვეულებრივი ფერების მხედველი თვალის წარმოდგენა არის ხვანაირი, ხო? ან ვიღაცა არის ისეთი ხასიათის, რომ ეუბნები გაჩერების დროა, ის აფექტურ მდგომარეობაში ვარდება, აკეთებს უარესს, ხო? ანუ ეს ყველაფერზეა დამოკიდებული რა. შეიძლება შეგრძნება მოგატყუოს ის რატო აკეთებს უარესს, იმიტომ რომ რაღაც სხვა სიგნალი მიაწოდა ტვინს, თავის ტვინს. ისეთი რაღაცა, რაზეც კონტრრეაქციის სურვილი გაუჩნდა. მოატყუა რაღაც შეგრძნებამ, თორე შენ იმას კი არა, ანუ ნორმალურად ელაპარაკები, ხო? მოკლედ. და პროტესტი გაუჩნდა. ინტელექტის სფეროში როცა მივართ, ინტელექტის სფეროში, ანუ კანონების გამოწერაზეა და რეფლექსურობაზეა ლაპარაკი. აქ უკვე აღარ შეიძლება რომ მოგატყუოს რაღაცამ რა, იმიტომ რომ ინტელექტის თვალებით, ანუ ინტელექტი არის Vernunft. არ არის Geist, არ არის რაღაც აპერცეფცია, ჩვეულებრივი აღქმა, არის Vernunft, ანუ ინტელექტია, გონება, გაგებასთან აქვს კავშირი. Verstanden. ანუ განსჯასთან, ხო, Verstand, აქ Verstand ამბობს და Vernunft ამბობს, როცა რელიგიურ დაწერებზეა, ну, ერთი და იგივეა. ჩვენთან განსჯა და გონება ეგრე არა. კი, განსჯა ინტელექტი. და ნუ გონება უკვე განყენებული ცნება და აი ეს ყველაფერი რომ აქვს მესამე ინსტანციაში იქ უმაღლესში ხო ანუ ამ საწინა კეთილის და ბოროტის წითელის და მწვანის რაღაც ცნებებს თითქოს იმასაც მიაწერს რა ანუ ეხლა იმას კი არ ამბობს რომ სული მწვანეა სული წითელია რაღაცა მაგრამ მოკვდავი არა მოკვდავი რაც ადამიანისთვის არის ინტელექტის სფერო იმამდე რა ქვია აღქმის და ინტელექტის სფეროში როგორ თქვა მიღებული პრედიკატები იმას მიაწერს მესამე ინსტანციასაც და ეს არაო და ამიტომ ვარდება იმიტომ რომ ნების კონტრადიქციებში მაგიტო ვარდება რა თორე თვითონ იდეა არის განყენებული რამდენადაც მეტაფიზიკურად არსებობს შეფერილობას ხო, ანუ მაგალითად იმის თქმა, რომ რატო ვარდება კონტრადიქციაში, იმიტომ რომ თუ იტყვი, რომ ღმერთი არის კეთილი, ეგ არის საპირისპიროსაც მოიაზრებს, რომ ღმერთია შეიძლება იყოს ბოროტი. ამის დაშვებას, ანუ ყველა შეფასება, ყველა პრედიკატი ავტომატურად გულისხმობს საპირისპიროს დაშვებას. სული არის მოკვდავი, სული არ არის მოკვდავი. ანუ სული არის უკვდავი. და ესე ან რა ვიცი არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს თავისუფლება არ არსებობს თავისუფლება ყველაფერი ბუნების საკითხია და დიალექტიკის და ანუ როცა ამ პრედიკატებს იქ გადაიტანს რაც დიალექტიკურ ამბავში მოქმედებს ხო იქაც მიაქვს დიალექტიკა ადამიანს რა იმიტომ რომ ასე აზროვნება იცის მარტო და ისე აზროვნება არ იცის ან ჯერ არ იცის მაგრამ ის ყველაფერი არსებობს საჭიროების საფუძველზე რა. იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია მარტო სამყაროთი დაკმაყოფილდეს. რაღაც ისეთი უნდა, რაც მარტო თავისთვის ეცოდინება, რა ესე ვთქვათ
რა. ანუ რწმენის სფეროში რაც ესოდინება. აბსოლუტური მისია, ხო, როგორც აბსოლუტური მე. ეგ ზემე ის არის ფსიქოლოგების. ფიხტე, ხო, მეს უტრიალე 4-ად გაყო ფიხტე ადამიანი. ნუ მე მაქედან ფსიქოლოგიაც წამოვიდა რა. მაგრამ სხვათა შორის ჩემი აზრით ხო. კი, ნუ იქ ხო, ფროიდი ამაგის мама და მას ხანერად დაყომა რა. ნუ ფროიდმა 3-ად გაყომა რა, ძირითადად 4-ად ყოფილ ხოლმე, ანუ ესე რა. კაი. ისა არა, სხვათა შორის ფსიქოლოგიაში რაც აქვს კანტს დიდი დამსახურება, კანტმა აღმოაჩინა გარდა იმისა, რომ ამ ყველაფრის სკოლა შექმნა, ანუ რო ეს ტრანსცენდენტალიზაცია ეს რაღაცა. ეგ ჯერ კიდე არისტოტელეს დროიდან მოდის, ეგ ყველაფერი არისტოტელემ ჩასვა ყველაფერი კატეგორიებში. აი ეხლა რაც აი ტრანსცენდენტალურ აპერცეფციას რაც შეეხება, ხო? იმან ჩასვა ჯერ კიდე კატეგორიებში და მერე იმის მერე მოდის და მოდის. მაგრამ კანტმა რაც აღმოაჩინა, აი რაც თავისი დამსახურება არის ის, რომ common sense რაც არის. საზოგადო აზრი. საზოგადო აზრი. common sense. სახაზრად შეიძლება. ხო, რომელიც მაშინ ეს ვთქვათ, რომელიც იბადება საზოგადო აზრში. კანონზეც ხო ამბობს ეგ. არა, კანტმა აღმოაჩინა ზუსტად მორალური კანონი და ეს არის აზრი. ნუ კავშირში როგორ არ არის ახლა ორივე ადამიანს ეხება, ორივე სოციუმს ეხება, მაგრამ კი, არის კავშირში, მაგრამ ფსიქოლოგიაში მანამდე არ არსებობდა ესეთი აზრი, ესეთი ისა შეხედულებაც არ არის. ესეთი ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიაში ზოგადად, არ არსებობდა მანამდე და კანტის მერე ჩაიწერა, რომ სინამდვილეში რაც ადამიანზე ანუ ახდენს ძალიან დიდ ზეგავლენას არის ეს common sense რა. ანუ საზოგადო, იმიტომ რომ ადამიანს ეშინია გაკრიტიკების სინამდვილეში, ხო? რომ ერთ დღესაც არ აღმოჩნდეს, რომ იმ სოციუმის წევრი, რომელიც ყოველთვის იყო, აღარ არის. ანუ აღარ არის ის კი არა, რომ გარიცხე, მოკვე თემიდან მოკვეთაც არსებობს, ხო? ნუ რაღაც აზრით რა, უარყოფის შიში ქვია მაგალითად. ან ნუ უარყოფის შიშს, ხო, რა თქმა უნდა, ისიც მნიშვნელოვანია სოციუმის აზრი უარყოფის შიშის დროს, მაგრამ ეს განცდილი შიშის მოbrunებას შეიძლება იყოს. ან განცდილი ტკივილის მოbrunება და დაერქვა მერე შიში, რა ვიცი, ვიღაცა მოარყო თავის დროზე და ეხლა ეშინია, რომ იგივე არ განმეორდეს და დარჩა. მაგრამ ეგ არის ცოტა ის უნდა დაკვირვება და გადაჭრადია. კულტურის როლი ასე ვთქვათ, კულტურით რო ხარ შებოჭილი. ანუ მაგ შემთხვევაში. ხო. ანუ არ იყო განიყოლი, ან ვთქვათ კრიტიკის განსხვავებული, კაი, თუ შიშებზე გვინდა ვთქვათ, მაშინ ეგ არის განსხვავებულების შიში. იგივე გარიყვის და უარყოფის შიში. ეს კონსენსი გასაგებია, მაგრამ ხო შეიძლება რომ ნებისმიერ ჯგუფი მონახო, სადაც რეალიზებულად, ნოტათას აღიარებულად გძნობ, ხო, ნებისმიერი პატარა ჯგუფი, ყველა ადამიანი გარკვეულ კატეგორიაში ჯდებით, ხო? ასე ვთქვათ და რატომ არის ფობია გარიყულობის მაგალითად, აი რატო არ შეიძლება რომ პოზიტიური ასპექტი მისცე და პოზიტიურად დაწუთო, რომ შენი ტრაიბი უნდა მონახო, ანუ შენი კატეგორია უნდა მონახო. ეს აღიარებაა. ხო, ანუ აღიარების მომენტი, აი რატო გადადის ფობიაში, რატო გადადის თუნდაც სუიციდ ცდილობამდე რატო ცდილობა, კაი ის ყავდე სუიციდამდე რატო. ხო. რა, ეხლა მე ფსიქოლოგი არა ვარ, მაგრამ მე ესე მგონია, რომ მაინც რაღაც განცდილის უკან მოbrunების მომენტია რა. აი რაღაცა მოხდა წარსულში, ანუ ადამიანი, რა ვიცი, თავი იგრძნო უარყოფილად. ხო, ადამიანმა თავი იგრძნო უარყოფილად, ეს ძალიან ეთკინა, ძალიან ძიმედ განიცადა, დროც მოანდომა იქიდან გამოსვლას და ასე შემდეგ და რაღაცა უარყოფილად იგრძნო თავი, არ ვიცი, მიატოვეს, უარყვეს რაღაცა, ანუ რაღაც შეიქმნა ასე. აგრძელებს ცხოვრებას, რა ვიცი, სხვა სიტუაციები, რაღაცები, ისეთი რაღაც როცა შემოდის იმის ცხოვრებაში, რომ აი იუნგი ამ შემთხვევაში რა, ფროიდი უფრო არა.
ანუ იმიტომ რომ ასოციაციების მეფე არის იუნგი. ანუ იუნგი ამბობს რომ ასოციაციებით აზროვნებს ადამიანი და არა ოიდიპოსის ასოციაციების მიხედვით აზროვნებს. ისეთი რაღაცა, ან ისეთი ვიღაცა რომ შემოდის მის ცხოვრებაში, რომ აი ასოციაციურად იმ რაღაცას ეხმიანება, უახლდება ანუ ასოციაციის საფუძველზე უახლდება ისევ უარყოფის ის რაც განიცადა, იმიტომ რომ ის ტკივილთან არის დაკავშირებული. და ტკივილი აღიქმება როგორც სიკვდილთან მიახლოება. ნუ კანტს ეგრე აქვს ნეობის მეტაფიზიკაში, რომ სამი ეტაპი აქვს. სხვადასხვა ალბათ ჰეგელმა აქედან აიღო ეს აღიარებულობის თემა, რომ საბაზისო მოთხოვნილებები, რაც არის ჭამასმა და სხვადასხვა კომუნიკაციაც მან შეყავს კანტს, მეორე არის ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ შედარებითი ბედნიერება, რომ ვიღაცას დაუშვათ რაღაცა ტანსაცმელი აქვს ისეთი, ანუ ადამიანი აქ იწყება, რომ სხვასთან შედარებით არის და ეს არის აღიარებულობა, მაგრამ კანტი ამაზე არ ჩერდება, რა თქმა უნდა და შეგნებული ადამიანის საფეხურს უმაღლესად მიიჩნევს, რომ ესეც ხო რაღაც რელატიური ბედნიერება არის, რომ რაღაც წრეში არის ადამიანი აღიარებული ისეთში თუნდაც რომ რო დაფიქრდეს დაუშვათ აი ხელოვანი ხარ და ვიღაცა გაღიარებს. მაგრამ რო დაფიქრდე ანუ აზე არ არიან რა. ხო, იმიტომ რომ იმას იმისგან აღიარება არ უნდა. ხო, არ უნდა. იმას სხვა აღიარება დააკლეს, დააკლდა და ის აღიარება უნდა იმ სფეროში უნდა და ისე უნდა. და ისე თავის თავში უნდა მოძებნოს, ხო, კანტის მიხედვით. ნუ ეხლა ხო არსებობს კონტროლის მექანიზმი არსებობს ამასთან დაკავშირებით. შეგიძლია კონტროლის ეს ვინც იცის იმან უნდა გაგარკვიოს მაგ ამბავში. კონტროლი რისი? ეს common sense ვაკეთებ, common sense. აი რამდენად შეიძლება რომ ჩაჯდე რა, common sense მოერგო ესე თქვა. თუ პირიქით შეიძლება კონფორმიზმია და კონფორმიზმი ძალიან სუსტია. ნუ საზოგადოებრივი არს მოერგო. თვითონ კანტის ფილოსოფიაც ეხლა ცისკლებს ჩასმული საღიარების საფუძველი. ეხლა, კაი, მოდი მაშინ ესე ვიტყვი რა. ეხლა common sense რა არის? common sense არის შეთანხმება. შეიძლება იყოს შეთანხმება ცნობიერ ან არაცნობიერ დონეზე რა. აი მაგალითად ჩვენ ეხლა ყველა შეგვიძლია ადვილად შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს მიკროფონი არის შავი. ხო? და ჩვენი common sense-ის, ანუ საზოგადოებრივ ჩვენი აზრის ერთი მნიშვნელოვანი აზრი არის ეს, რომ ეს ნამდვილად შავია, დებულება დამტკიცებულია. ყველან მოვაწერთ ამაზე ხელს, რომ ეს მიკროფონი შავია, ხო? მაგრამ ეხლა სხვაგან, სხვამ ვიღაცა რომ მოვიდეს ჩვენთან, ან ჩვენში დაიბადა ვიღაც ისეთი, რომელსაც აი ამბობს, რომ არა. აი ჩემთვის არის მოშავო ან რაღაც მონაცრისფრო ან რაღაცა ისეთი, ხო? მაშინ იმ ადამიანს შეუძლია რომ გაიაზროს ჩვენ რას ვამბობთ, რომ ყველა ზოგადად მიღებულია რომ ეს მიკროფონი, ანუ შავი ფერი ასეთად არის ჩვენთან მიღებული, ჩვენ როგორც ვართ შეთანხმებული, თუ შემოგთავაზებს რამე უკეთეს, რის გამოც ჩვენ ამას გადაგვაფიქრებინებს. ნუ დემოკრატიაც ამას ნიშნავს, ხო? მე არ ვიცი დემოკრატია ცოტა ესეთი საკითხია დემოკრატიის და ეს, მაგრამ ნუ ესე ამბობენ ხოლმე. ანუ თუ ამას გადაგვაფიქრებინებს, ან თუ არა და თავისთვის იცოდეს. მაგრამ თუ ჩვენ ახლა ისეთი საზოგადოება ვართ, რომ ის მერე ამის გამო გავრიყეთ, რომ შენ როგორ თქვი ამაზე მონაცრისფრო, იმიტომ რომ ნამდვილად შავიაო, ხო? ნუ ახლა ჩვენი ეს ანუ ამის თქმა მინდა, ეს არის შეთანხმების საკითხი რა. ის common sense ისე არ იბადება. ანუ იმ რაღაცამ დებულებამდე საზოგადოება მიდის კონკრეტულად ამ გზით, იმ გზით, ასე და ისე და ის აზრი ყალიბდება მერე და მართავს სოციუმს რა. ანუ თავარი აზრია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვა აზრებს არ აქვს იქ უფლება რა. ნუ ახლა აქედან მერე პოლიტიკური იდეოლოგიების და რაღაცებიც, ანუ მაგისთვის არსებობს, რომ პოლიტიკა უნდა, ანუ სახელმწიფო უნდა იყოს იმდენად ძლიერი და ეფექტური, რომ აი ვიღაცას როგონია, რომ ნაცრისფერია, ან ნუ სხვა მეთოდით გააგებინოს, რომ არა ეს ნამდვილად შავია და ფერზე შავის დარქმევა ნიშნავს შეთანხმებას. ამას ნიშნავს რა. და რომ მოდი ესე რაღაცა, ხა
გარიყვის თემა და ის თუ ეხლა თვითონ თუ გაირიყა თავი, თორე როგორც წესი ესე არა, ანუ საზოგადოება ესენტრულად არ არის ხოლმე განწყობილი. ესე იგი შეთანხმება შეიძლება იყოს და თვითონ ქურდობა არ შეიძლება. გარიყულად ეგ სხვა საკითხია, მაგრამ უკაცრავად, მაგრამ სინამდვილეში ამ შეთანხმების იქეთ ჩვენ ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყარო და სინამდვილეში არ არსებობს თანასწორობა. ადამიანები არ არიან თანასწორები, ადამიანი უბრალოდ არის კანონის იდეალია ეგეთი, კანონის მოაზროვნების იდეალია ეგეთი, რომ ადამიანი თავისუფალი იყოს კანონის წინაშე. რომ ანუ შენ თუ მოკალი და იმანაც მოკლა, ანუ ორივე ერთნაირად დაისაჯოთ და არ იყოს შერჩევითი სამართალი, არ დაიბადოს რა. ამაზრით, რომ ანუ მაგრამ სინამდვილეში ადამიანები თანასწორები არ არიან. თანასწორები არ არიან, ვიღაცას მეტი საქმის უნარი აქვს, ვიღაცას ნაკლები საქმის უნარი აქვს, ვიღაცა აღიქვამს მარჯვნივ და ვიღაცა აღიქვამს მარცხნივ, იმიტომ რომ ისეთია პიროვნულად, ისეა მიდრეკილი, ის ინტერესები უფრო აქვს, ასე ეგონია, ისე ეგონია რაღაცეები, ხო? მაგრამ არის ესეთი ჭეშმარიტებები, რაზეც თუ ყველაფერს ესე მიყვებით, რომ ესე მგონია, მაშინ იქნება ანარქია და ქაოსი. ანუ ნებისმიერი სახელის დარქმევა ნებისმიერ რამეზე სახელის დარქმევა, აი თუნდაც ელემენტარული თქვი ფერი, ხო? არის შეთანხმების საკითხია რა. ჩვენი წინაპრები რომელიღაც, რა ვიცი, 1000 წლეულის წინ შეთანხმდნენ, რომ მოდი ამ ფერს დავარქვათ შავი. და ესეა მიღებული. თუ ვიღაცა გამოვიდა და თქვა, რომ არა მენასრისფრად მეუჩვენება ან წითელიაო, ხო? მაშინ თვითონ უნდა მოეწყოს გონებრივად ისე, რომ შეთანხმებას შეუერთდეს რა. და ნებისმიერ საკითხებზე ესე, თორე ეხლა კი არსებობს რა თქმა უნდა რაღაც ხო, შეიძლება იმყოფება, როგორ თქვა, აპერცეფციულ აღგზნებაში და ატყუებს შეგრძნება ეხლა. კოპერნიკის გადატრიალება, ხო? ესეც ხო მიღებული აზრის მსხვერპლია იყო. მაინც აი რაში მდგომარეობს შეიძლება თითქოს ცნობილი ანუ სახელმწიფოებში წაიკითხა ადამიანი, მაგრამ არის ყოველდღიური რაღაც ნიუანსები ნიშნულობა. კოპერნიკისებური გადატრიალება რას ნიშნავს? ფილოსოფიაში კანტის ფილოსოფიას ეწოდა, ხო? მორალური კანონის დაბადებას ნიშნავს კოპერნიკისებური გადატრიალება. რომ ანუ ეს ყველაფერი რაც ასე თქვა დაუმტკიცებელია და ცილისებული არ არის, ვლინდება სქემატურად გეტყვი. სქემატურად გეტყვი მაგას და ისა ხო, წავიდეთ დასასრულისკენ. როგორც კი. სქემატურად გეტყვი, რას ნიშნავს კოპერნიკისებური გადატრიალება. ესე იგი, ჯერ ეგონა, ანუ ცენტრის მონაცვლეობაზეა მანდ ლაპარაკი რა. ცენტრის მონაცვლეობაზე. ანუ აზროვნებას გააჩნია რაღაც ცენტრისკენ აზროვნება ზოგადად აქცევს თავის ცენტრად რაღაცა კონკრეტულს და იმას უტრიალებს მთელი ისტორიული ეპოქების გარშემო. მერე სხვას აქცევს ისა ცენტრად და იმას უტრიალებს მერე სხვას და ასე. ეხლა ეს ცენტრი რას ნიშნავს? ესე იგი ანტიკურობაში ეგონათ რომ galaktikis ცენტრი იყო დედამიწა. ხო? და იყო ბრტყელი მიწა. მერე აღმოჩნდა რომ დედამიწა არის მრგვალი და ტრიალებს თან. და თუ ტრიალებს, ესე იგი არსებობს galaktikაში ისეთი მოძრაობა, სადაც დედამიწა ცენტრი არ არის, არის წევრი. ცენტრმა გადაიწია. მიხდი? ანუ ცენტრი იყო მიწა, თანაც ბრტყელი, დამრგვალდა, ცენტრი მოშორდა, ის გახდა წევრი, ცენტრი გახდა მზე. და მზის გარშემო ბრუნავს ჩვენ პლანეტები, ხო? ანუ ჩვენ galaktikაში მთავარი წევრი არის მზე. ეს ნიშნავს ცენტრის მონაცვლეობას. და ის არა ქვია, კოპერნიკისებური გადატრიალება არის იმიტომ, რომ ის არა ქვია, ბრუნო ხო დაწვეს მაგის გამო, რო თქვა, დედამიწა მრგვალიაო, მაგრამ ბრუნომდე ჯერ კიდე არისტოტელემ თქვა, რომ დედამიწა მრგვალიაო. ხო. კი, არისტოტელემ მე თუ არ ვცდები ორგანონში უნდა იყოს, თქვა, რომ ანტიკურობაში თქვა წარმოიდგინე რამხელა ის იყო ხო არისტოტელეს ანუ ფილოსოფიის მხრიდან რომ ანუ ჭოგრიტით ვიყურებოდიო და ანუ ვაკვირდებოდიო რაღაც მოძრაობებსო და დავინახეო რომ ანუ იქიდანო ის ამოდიოდაო ანზიანი ნავიო გემი მოდიოდაო ჩემი მიმართულებითო ზღვიდანო და ჯერო ანზა ამოიწვერაო
მერე მთლიანად გამოშტავდა, ბოლოს გამოშტავდა, ესე იგი დედამიწა სფეროსებული შეიძლება იყოსო რა. პირველად არისტოტელემ თქვა ეგ. ჩვენ წერთ აღრიცხვამდე რომელიღაც საუკუნეში და აგერ ჩვენ წერთ აღრიცხვით 20 საუკუნის მერე ფაქტურად 18 საუკუნის მერე კაცმა გაიმეორა და ამათმა რო გაიგეს წავიდნენ და დაწვეს. ხო. ანუ ცენტრის მონაცვლეობა არის რა და ბოლოს გამოვიდა რომ მორალური კანონი როცა იბადება ადამიანში ხო ადამიანი ხდება ცენტრი. ადამიანი ხდება ცენტრი და ანუ შესწავლის თავარი ობიექტი რა. ანუ ყველაფერი იწყებს ადამიანის გარშემო ტრიალს, ესე ვთქვათ. და ისა რა ქვია, ანუ იმანო რა ქვია, კანტმაო, მზიდანო, ისევ დედამიწაზე დააბრუნა ცენტრიო და ადამიანს მისცაო რა, აი აქ გონებაში. ანუ გონების კანონი არის მორალური კანონი. მორალური კანონის დაბადება. ყველანაირი რელიგიური და თეოლოგიური და მაგების მიღმა. და თავისუფლებას უკავშირდება. ხო, მოიცა ახლა მაგაზე ამით. და ესა მორალური კანონის დაბადებას ნიშნავს რა. ოღონდ ისტორიულ ფაქტს გეტყვი. ესე იგი რა ხდება, როცა იწყება ილუმინიზმი, კანტი ხო იტყვის, რომ ილუმინიზმი რა არისო და ილუმინიზმი არისო ადამიანის გამოსვლა მცირე წყლოვნობიდან. ანუ ადამიანის შესვლა ზრდასრულობაში არის ილუმინიზმი. ხო, ანუ დამთავრდა ადამიანი როგორც მცირეწლოვანი, მოზარდი და უკვე ზრდასრული, ანუ უკვე მოეკითხება რა. ანუ ხოს რო ამბობ და არას რო ამბობ, ანუ გაიაზრე და რაღაცეები, ხო? ანუ არასიმთქმელი არსება რო არის, ეგ უკვე იცის. ანუ ილუმინირებული სუბიექტია და აქედან გამომდინარე ცენტრი გადამრავლა, მე იმიტომ რომ ყველამ გაიგო, ანუ ცენტრის გადამრავლება ნიშნავს იმას, რომ ერთმა ადამიანმა რო იცის, რომ ის არის თვითონ ცენტრი, ანუ თავისი ქცევის, თავის ცხოვრების, იცის, რომ სხვა ადამიანის ცენტრია თავის ქცევის, თავის ცხოვრების და ეს ორი რო გამიჯნული უნდა იყოს ადამიანების ურთიერთ ინტერაქციაში, ადამიანურ დონეზე და სოციუმების ინტერაქციაში, სოციუმების დონეზე, ანუ გეოპოლიტიკაში, ხო? ეს ყველაფერი რო გაიგო, ანუ ილუმინიზმის მერე დაიწყო ეს ყველაფერი პირველად კანტმა დააფიქსირა ეგ. რომ ანუ ილუმინიზმი, ანუ უკვე კაცობრიობა უკვე საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ანუ იცხოვროს რაციონალური, მორალური პრინციპებით რა. ანუ რო იცის, რომ თვითონ არის თავისუფალი, გაიაზროს, რომ სხვაც თავისუფალია ისევე და ის იცის, როგორ უნდა იცხოვრო, როგორც უნდა ისე იცხოვრებს. ოღონდ დაკონკრეტება ახლა ამას როგორ გამოეპარება და ნემინემ ლაედე, რაც არის, ხო? თქვენ გეცოდინებათ. არავინ დააზიანო. თორე დაისჯები, მე კანონი ერთვება უკვე, ხო? ანუ თუ რაც კიდე გააკეთე, საიდანაც კიდე ის როგორც კიდე გადმოეშვი, ფრანით გაერთე, გადახტე, გადმოხტი რაღაცები, ყველაფერი პარაშუტით დაეშვი და დახატე ან დაუკარე, რაც კიდე ის, ვინც კიდე შეიყვარე, ვისაც კიდე თავი მოაწონე, მაგრამ არავინ დააზიანო. თუ დააზიანებ ვინმეს, მაშინ ერთვება კანონი, ხო? ეს უკვე სხვაა. ეგ არის ახლა ორი რამ იწვევს აღწოვანებას ჩემში, მორალური კანონი ჩემში და ვარსკვლავიანი ცა ჩემს ზემოთ. ხო, იმიტომ რომ მორალური კანონის დაბადებას მასე ადვილად რატო იბადება მორალური კანონი, მასე ადვილად ვერ ახსნი რა. ხო, თუ არ არისო ადამიანებს შორის, თუ არ არის მართალია რომ ადამიანებს შორის არსებობს უპირობო და თანშობილი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, მაშინ მორალური კანონის არსებობას ვერ ახსნიო. კარგი. ანუ პასკალს ორივე აშენდა ეს ანუ პასკალს. ნუ ეგ იყო 50-50-ო, ყველაფერში მასე იყო და მაგიტო აშენებდა. ეგ აი ჩემი საყვარელი ფრაზა კანტის. ხო, ეგ საფლავზეც დააწერეს. უი დავიცოდი მართლა. კარგიც, მადლობა. მოსვისთვის. მადლობა. ვილაპარაკეთ ეს და ის და რაღაც. ძალიან საინტერესო. მე ზოგადად კანტიც